სადგური გამოჩნდა. დაიწერა ის ხარჯობნად ყველაფერი. ან თუ იმას დათვალიერება გინდათ. აი მესე ამით. ერთ-ერთი თავარია პლანეტები ჩანს თუ არა. ანუ საფაც 12-ზე პირველ ნახევარზე დასავლეთის ხარის საკმაოდ მაღალად არის საფრთხე. ჩანს ხო? აი თემამიჩას საფრთხე პრაქტიკულად გამთენისას მაღლა იქნება და გახდება. ერთადერთი რაც გამიჩას არის საფრთხე. საფრთხის დათვალიერება კარგია რაღაცა ხო? როლები ჩანს პირდაპირ და ბინოფსი ჩანს. ის კარგია. სხვა ასე რომ გინდოდეს სამეცნიერო პლანეტას დათვალიერებთ, ეგეთებთ ახლა. ეს ისიც პატარა გადაყოლება თავიდანვე. ისე ჩვენ მივადგეთ როგორც საკითხებს წინასე, რა შეიძლება ისაუბროთ, რა შეიძლება ისაუბროთ, როგორ და მე მაშინ გითხარით, რომ სავარაუდოდ უკეთესი არის ჯერ საფარში რა ხდება ის დავინახოთ. ან ისტორიულად დავინახოთ რა ხდებოდა ასე ვთქვათ, კავშირი როგორია აინტერესებს და შესაბამისად მე შეიძლება სპეციფიკები გადასვლა. და ზოგიერთი რამის სწავლა იმისთვის, რომ დავხედოთ თუ არა რაღაცა ინფორმაცია მეც აქვს. ამიტომ ჩვენი დღევანდელი იქნება პატარა ლექცია უფრო ასტრონომიული, შეიძლება შემდეგიც. მაგრამ დღეს კავშირებს მაინც გავუსწავლოთ ხასო ის როცა ასტრონომიის სკოლა მაშინ საკმაოდ ყველანაირი კავშირი ჩაჭრილი იქნება სროგი არ იქნება ეგ მოყოლი და აქ კი სადაც კი შეხება გვექნება თქვენ ჩიგიზდეთ მაშინ შეიძლება და კითხოთ აი მას ვამბობენ ეს როგორ თუმცა შეიძლება სულ ასტრონომიული პერიოდი და მაგას ეს უკავშირი წაიყვანს ამას ცოტა სპორმება. ამასობაში ჩემი ეს გასწრები ფაილის შეიძლება ყველა ვერ დაიხო რა მოკლედ ვისი ახლა სწავლება შეგვია სწრაფად დასწრებაში და მე ერთ-ერთი უახლოესი განახლებული ვერსია მომნახე ჩემი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ვერსიისა, რომელიც მას განიცადა ბევრი ცვლილებები წლების განმავლობაში, უფრო მეტი 15 წლის განმავლობაში განიცადა ცვლილებები და დღევანდელი სახე დაახლოებით ესეთი არის ამას. და აქ არის ყველაზე მთავარი მომენტი ჩვენ ამას მეგონი არ მქონია საუბარი, სხვა ეგზოტიკურ ასტრონომიულ მოვლენებზე. ამიტომ მე გაჩვენებ თქვენ ზუსტად ისეთნაირად თან ჩერნოვციც ჩანს ალბათ ეკრანზე. ამიტომ რომ ვილაპარაკებ თუ რამეზე ყოველდღიურ მისცემა მინდა ჩერნოვცი ამოძრავდება და წავაგდება ფულები და თქვენ გეცოდინებათ რომ აი ამაზე ვილაპარაკებ. ეს უეცახე ხოლმე კარგი სათავეა ეგზოტიკური ასტრონომიული მოვლენები და ნატურალური გაწოდების ისტორიის როგორც კი ამ მატროზე წავა საქმე, მაშინ ასტრონომიასთან უამრავი კავშირი ერწყმია. ამიტომ რომ პირდაპირ ნეციური კავშირები ასტრონომიულ მოვლენებსა და ვთქვათ ისტორიაში შორის იშვიათია, მაგრამ დამხობები ბევრია და შესაბამისად ინტერპრეტაციები ასტრონომიული სხვა იმდენი შეიძლება იყოს. მაგრამ პირველი სიტყვა არის პოლი ამ სათავეში. ეგზოტიკური ასტრონომიული მოვლენები ზოგადად არ არსებობს. ყველა ასტრონომიული მოვლენა ეგზოტიკური ამტომები პოების ინდივიდის როცა ყველაფერს გამახვილებინეთ იმას რომ ეს მე გამოვიყოთ ახლა ეგზოტიკური ასტრონომიული მოვლენებს. არც და გამოვიყოთ. ვილაპარაკეთ ასტრონომიული მოვლენებს და თქვენ ამოწმებით პირდაპირ ეგზოტიკურ საფრთხეში. აი ეს არის მთელი ფილოსოფია. ეს არის როგორც ვხედავთ ამ დროზე ამ საათზე წავიკითხეს. ლექცია კონკრეტულად ნამდვილად თუმცა თქვენთვის შემიძლია შეცვალოთ ვინდა დამოშლი ახლა დღესაც დავაცერთ არის მაგის არა პრინციპული მნიშვნელობა, იმიტომ რომ თვითონ ვინც არ ვიცეს ეს როგორ და ეს გაფერებული დარჩება ხა სხვანაირი არის. ცოტა სხვანაირი მიმართულებიც არის. აქ უბრალოდ უკავშირებისთვის მანდატორებული ტელეფონებით დაჭირდეთ და რა ვიცი და მეილზე უწერეთ შეიძლება მომწყვეტაზე პატარა მეილიც არის ამაზე ვიოდი. კავშირი. აი ეს სურათი თქვენთვის რაიმეთი ასწავლით თუ არა. ზედაპირება. ჩინეთის დიდი კერძი არის გადაჭრილი. ანუ ძალიან კარგად მივედით ვიდრე იქამდე დასურათი რომ შედარებული განცდა. სამი პირველი უეცე დავდები სათავეთან ერთად ერთ-ერთი ლამაზი სურათი ეს არის 2010-იანი წლის დასაწყისი, ანუ 2008-2009 რომ იმასებამდე და ერთ-ერთი. და მაშინ დიდი სურათი დაძე. აქ პირდაპირ დირექციული ყურადღება თითქმის 7 დღეზე იყო ზადდება ჩინეთში. და ხედავთ რომ სრული უყოლითი სიგნალი არ არის, მაგრამ სიგნალი საკმაოდ სერიოზული 7 დღეზე უცბად ესეთი სიტუაცია შეიქმნა, მაგრამ აი ნაცრისფერი რჩება მაინც, ანუ თქვენ რომ აიდენტური აქტიურად ნახოთ ესეთი რამე არ არის. ხდება რომ აი ძალიან ჩამოგვდდება და ძალიან უხერხულია რომ დღეები დაგვიცლება ბინდით, სერიოზული ბინდით.
ზედამხედველები იყო და პირდაპირ უყურებდა ეს როგორ კომპიუტერ როგორც ჩავიშალანელი კარგი დაგროვებები იმან რომ ახალი დაყენებული ღამის განათლება ავტომატურად შეეძლო იმაში ვიშალა თუმცა ბოლომდე შევიშალა აი რაღაცები აღიარა ცხადია რომ ეგზოტიკურ მოვლენებს ვიტყვით მაშინ ისტორიასთან კავშირში იქნება დაბნელებები მზისა თუ თვალის სხვა კომენტების გამოჩენა რომელსაც ატარებთ რაღაცა მიეწერება ხო ისტორიაში ეს იქნება ახალი ახალგაზრდების ანთება რომ მიშენ რაღაცა მოხდა რა ვიცი ახლა ამის გარდა არსებობს მოვლენები როდესაც აღწერილი ისტორიაში რაღაცა ყვა ჩამოვარდა და იმას მოყვა რაღაც კატასტროფა და ასე შემდეგ მოდი ჩვენ ახლა რამდენიმე მაგალითი მოვიყვანოთ და თანაც ამ პერიოდში მაგრამ გამიგოთ რანაირად ხდება ეს დაბნელებები, რანაირად ხდება ეს მოვლენები ყველაფერი და ყველანაირად თქვენს რო გაგახსენებათ რაღაც არილებს იმ მოვინიშნოთ თუ რა გახდება. გაფრთხილდა მოძებნოთ მე ამის მაძებნის საშუალებას გვაქვს. რა არის ეს დაბნელება? ხო ეს თვალის დაბნელება ეს არის სამი სხეულის ერთვარება. დედამიწის ერთ წრეზე განლაგება. რო განლაგდებიან ზუსტად ეს წრე თუ არა რაში დაბნელება მოხდება. უბრალოდ თქვენ რო ახლა შეფოთქოთ რომ კი მაგრამ შეიძლება ხდება ეს რო არა, ერთი მიმართულებით გავარდებია, მაგრამ ზუსტად ეს წესზე არ არის ხოლმე ავტოდაბნელება ყოველ დღეში არ ხდება. აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს თვალის ორბიტა დახვეულია ზედამიწის ამ ელიპტიკის ორბიტის სიკვდილის მიმართ 5 გრადუსი, ეს 5 გრადუსი რაც საკმარისია იმისთვის, რომ დაბნელება მოხდება ახლა თვალის ინფორმაციის და დაახლოებით 9 გარანტირებული ვარ, რომ აქ დაბნელება სხვა არის. იმიტომ რომ პერიოდია, რაც ერთ წესზე მოხდება ის და მხოლოდ ესეთი არის, ასეთი იშვიათია შედარებით. მაგრამ ერთ წელს რომ მდებარეობს ერთ წელში იყოს ეს სამი სხეული, მაშინ ყველა ახალგაზრდაზე გვექნებოდა ზიზაბნელება და ყველა სამსახურებაზე თვალის დაბნელება და ჩვენში ნახავთ ამას. დედამიწის მეტრამი გრადუსით არის თვალი. ამ დედამიწის. ზედამიწის სიტყვას ვავიღებთ. ზედამიწის ერთმანეთის მიმართ. ხო ერთ წელს შეგვიძლია მოათავსო და არც კიდე ელიპტიკის სიტყვა. ამ ელიპტიკის სიტყვის მიმართ 5 გრადუსი დახარჯვა. ის 5 გრადუსი და დახარჯვა. 5 გრადუსი ძალიან დიდი დახარჯვა. არ გეკონდოთ ცოტა არის. იმიტომ რომ ხილული ზომა თვალის და ხილული ზომა მზის ორივეს დაახლოებით 9 გრადუსი 1 გრადუსის არის. გრადუსის 9. ეხლა 5 გრადუსის დახარჯვა უნროლი შემთხვევაში ესე აცდებიან თავისი ხილული ზომები თუ ზემო აღმოჩნდებიან 1 წლიდან და უკვე დახარჯვაზე არ არის. საერთოდ არ ხდება. ნათის ხელიდან რომ მოდის სხივები ყველა თვალის განათეს, მაგრამ მოდის აჩვენებს თვალის მიმართ, ხო? მაგრამ ეს დაეცემა სხივები მეორე ხარ შვიდი და სადაც კონუსის შვიდი რომელიც ამოა დაეცემა დედამიწის ზედაპირზე. რა თქმა უნდა, ადამიანის კონუსის წვერი არ მოხდება, ხან მოხდება ისე რომ ვერ მიწვევდა შვიდი დედამიწის ზედაპირს, ხან პირიქით. შვიდი თვარე უფრო ახლოს იქნება და დედამიწის სიღრმეში ჩავიდოდა ეს შვიდის წვერი. ჩავიდოდა, მაგრამ სიამბილეში დაეცემა დედამიწის ზედაპირზე, აქ იქნება წარკვეთილი კონუსის გამო, წარკვეთილი კონუსის გამო მოიჭრება და ის დედამიწის ადგილი იქნება წრეწირი დედამიწის ზედაპირზე. აი აქ იქნება სრული სიამბილე. მაგრამ ეს არის პირდაპირ სკრებულაცება თვალის, მაგრამ აქ ვერცე ხომაიც ზის ეს ფასფირი აქედან წამოსულს აქედან ცოტა ვერიდან შემოაღწევს მათ დედამიწის ზედაპირზე, აქედან ცოტა შემოაღწევს და შესაბამისად მუქჩრილის ნაცვლად აქ მუქჩრილი უკვე გაქვთ ნახევარში. უფრო ამბიოთ რომ დაინახოთ ეს რა, თქვენ თუ იმყოფებით დედამიწაზე ამ ჩრილში, მაშინ თქვენ თვალებს რა ჩამოყარებული აქვს ეს ვერტე. და საკმარისი ამ ჩრილის კუთხიდან დავყოთ თავი, ის პატარა რანგავს განათებული დაინახა. ალბათ, რაც უფრო გამოხდეთ ჩრილიდან თავს, ან ცოტა შორს აღმოჩნდეთ, მზე მით უფრო განათებული იქნება. მაგრამ ამ ჩრილის გარეთ დავყოთ ნახევარ ჩრილის გარეთ, მაშინ მზე საერთოდ არ შეეხება დაბნელება ნაცნობებიც კი. აი ეს არის გეომეტრია ახლა ეს სხვა არაფერი არა და ამ გეომეტრიის აღწერა უკვე კარგი აღწერები გვაქვს 23-24 საუკუნის წინანდელი შემორჩენილი, მათ შორის ძალიან კარგი აღწერა აქვს არისტოტელეს, ამ ეს არგიტექტურა არისტოტელეს კარგი აღწერა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ასტრონომიაში ეს არის ერთადერთი სწორი გაკეთებული სხვა ყველაფერის შესრულებელს. დაბრუნდა საინტერესო ასტრონომია როგორც საკისაგანი, მას მაგრამ როგორც კარგად ფილოსოფოსმა აღწერა უბრალოდ დედამიწის სფერულობა დაამტკიცა იმის გამოყენებით, რომ დედამიწის შვიდი რომელიც ეცემა თვალეზე დაბნელებას ვხედავთ ყოველთვის სფერული ფორმისაა და ეს ამბობს, აი დედამიწა სფერული იყოს, შვიდი ხასფერული, ხანასა თასი იქნება. სამწუხარო იყოს ასეთი იქნება, უპირობო იყოს ასეთი იქნება შვიდი ხანასა და სულ სხვადასხვანაირ ჩრდილოებად რომ ნახოთ. ჩვენ კიდევ ვხედავთ ყოველთვის სფეროს, ესე იგი დედამიწა არის სფერო. ამტკიცა ეს კარგად ნახევარგვერდში უწერია, 11 სიტყვაში გიძებნები არა, ახლა მე ის მიგრამბერულ და სადევერში ვწერდი, რომ წაიკითხოთ.
აი ახალწებული დარჩებით როგორ გენიოსი იყო და კარგად აღწერდა და მაშინ ამტკიცებს რომ დედამიწას ფერმა ამით ეს რა გაჩვენეთ ახლა თქვენც აი მართლა სამჭიდროში რომ წავიდეთ ახლა სულად მჭიდრი თვალის უკან დაიმესხებული არსებობს თუ არა ამ ჭიდრში შევედი კოსმოსური აპარატი ჩემთვის ძალიან ამერია ცოტა გვერდინა თუ გამოვედი ნაწილობრივ დამეუფუძე დავინახავ ცოტა უფრო იგი გამოვიდა მაშინ დავინახავ უკვე ეს სრულიად განვითარებას აქ აღწერები ტერმინებისთვის დაგჭირდა total eclipse არის სრული დაბნელება და annular eclipse არ განიხილავს მეჯერ ეს არის გულისებური დაბნელება აი წარმოიდგინეთ თქვენ რომ თვარე რახან მოძრაობს დედამიწის გარშემო ძალიან გაწელი ორბიტაზე ამიტომ მისი ხილული ზომა იმის დამეხებით ჩვენ რამდენად შორს რამდენად ახლოს და მნიშვნელოვნად ცვალებადობს თვალის და მასა წლის განმავლობაში დავიდეთ თვითონ ოი ეს ძალიან დიდი სავსე იყო მე რაღაც რამდენიმე ფიშები ვიყოთ ახლა უფრო პატარა თვალი მართლაც ასე არის ამიტომ თუ დაბნელების პირობას დაერქვა მას და ზედამნელება რომ გამოხდარიყო თვალი ჩამოეყარა და სრული რო გააკეთა ახლოს იყო თვალი ჩვენთან დიდი ჩანდა თვითონ და კარგად დაეყარა და სრული დაბნელება ნახეთ დედამიწას რაღაც ათვეების შემდეგ დაბნელება ისე იქნება და თვალი შორს იქნება დედამიწიდან მაშინ წავა უნდა დაფარებოდა მაგრამ გადაეყარა წლე და არ ეყოფა მის ზონა შორია პატარა ჩანს გადაეყარა და ზის გული დაჭება გარეთ განვითარება ანუ გოლცევ დაბნელება ეს ასიანტი შინაარსობრივ და სრული დაბნელება რომელსაც თვალის ზომა არ იყო ხილული ზონა იმისთვის რომ სრული ყოფილიყო და ამიტომ გარშემო გული დაჭერა თვითონ მე ვქონდა გადახდეს და ციხეში და გადაადრეს აცეცში და ახლდა ესეთი გული და ცხოვრები გული დაჭერა ნაწილობრივი დაბნელება ეს არის დაბნელება როდესაც თვარე ძალიან კარგად კი არ ეხარება ეს ანუ ამ ცოტა ზემოთ შეიარა წვიმა ცოტათი ამ ცოტა ქვემოთ და შესაბამისად ნაწილობრივ გამიბნელა და ძალიან პრეს მიაღწია ამას და რამდენი მხედარდა ამაზე მნიშვნელობა არ აქვს აქ იყო სხვათა შორის გამით ანიმაცია გაკეთებული რა ხდება დედამიწაზე მაგდროს აქ ჩვენ დავინახეთ ერთ მომენტში ესე მომენტში რა ხდება და ჭიდილი მოვიდა აქ ლაკა დაიდო და ამ ლაკმა გადაიარა დედამიწის ზედაპირს ასე რომ დროში თქვენ დაწერთ ამდენიმე საათით რომ დახატოთ გადაგული კომპოზიტური სურათი თქვენ გააკეთებთ ხაზს და ამ ხაზზე იყოს ორი დაბნელება სხვადასხვა დროს ერდები რაღაცა თოტები შეეხეთ ხოთი დაულაგილეს ეს ჭიდილი მონაცვლეობს გადაინაცვლოს ზედ რა თქმა უნდა ამ მუქი ჭიდილის აქეთ იქით იქნება ნაწილობრივი ჭიდილი რა იქ თუ აღოჩნდებოდა და იმის ნაწილობრივ დაბნელებას დაეხმაროთ მოდი გამოვიდეთ და შევხედოთ აი ეს გოლისებური ანალოგ დაბნელების შემთხვევაში ეს მაგალითია რომ თვარე ოდნავ შორს აღმოჩნდა ჭიდილის ფოკუსი მოხდა ჰაერში კოსმოსში და მე იგი რომ გამოვიდა ჭიდილი აი ეს ამოვიდა და დაეცა დედამიწის ზედაპირზე და ამ დროს თვალის ის რა ხაბატონა იყო აი წამოვიდა სრულის დროს ესე გადაეფარებოდა გარშემო გვირგვინი გამოჩნდებოდა მაგას ნაკლებად კაშკაშა ხო მაინც მნიშვნელოვანი გვირგვინი აქ რო წავიდა გადაეფარებოდა სიკაშკაშა მაინც რჩება მზისა გარშემო რაც არის ის თავს მოუჭერთ გარშემო ეს ადვილად გამოუჭერთ გადაეფარებას სხვა ეს არის მზის გოლისებური დაბნელება კოსმოსიდან როგორც ჩანს კონკრეტულად თუ დაინახავთ რაღაცა ლაკა და აქეთ ნაცრისფერია ცოტა იკეთეთ ეს ამ ნაცრისფერში თუ აღმოჩნდეთ ნაწილობრივ დაბნელება ეს არის ანიმაცია გაკეთებული როგორც აი ნაცრისფერი ჭიდილის უფრო დიდი ჭიდილი რომ აი პატარა სინის კი არა ნაცრისფერი ჭიდილის ანიმაცია და თვალე რო გადაიარა დედამიწის ზედაპირზე ხედავთ რომ ეს ჭიდილი როგორ მეფება გარემო ჭიდილი ნაცრისფერი ჭიდილი მეფება და ეს არის არეალი დედამიწის ზედაპირზე სადაც ყოფი დამკვირვებელი დაინახავს დაბნელება ამ ჭიდილის გარეთ თუ აღმოჩნდა ვერ დაინახავს სრული არა ხო ამ დიჩსის სრული არაფერს არ არის მაგრამ მის ცენტრალურ ნაწილში შეიძლება იყოს ზოგ შემთხვევაში და ზოგ შემთხვევაში არა თანაც დავიწყეთ ეს ჭიდილი მანაც გადაადგილდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ დედამიწის ზედაპირზე ამ სპექტრული პოლუსის სფერების მიხედვით სრულად პოლუსი ლურჯი ფერით არის მოცემული დედამიწის მაკეტზე ასე ვთქვათ და გადაადგილდება რა თქმა უნდა ზუსტად ეკვატორზე არ მიდის დიაპაზონზე მიდის ხოლმე ზემოთ ამ გამოდაზე მოწ იმის მიხედვით თუ როგორ არის განლაგებული ეს სამსხეული სივრცე შამდიდან სწრაფი არა წარმოიდგინეთ ზეც რომ ეს წელს დადიდეს ზედა შორს არის ჩვენ და გამოდის ჩვენას ვერ ხედავთ ამ მოძრაობაში უბრალოდ ის გება რაღაცა კომბინაციებში ამათან და თვარ უფრო ძალიან ახლოს არის თვარ 400-ჯერ უფრო ახლოს არის ჩვენთან ვიდრე დედამიწაზე უფრო მეტიც ძალიან საინტერესო პროპორციაა თვითონ მზე თვალზე 400-ჯერ უფრო დიდია ანუ ამიტომაც მათი ხილული ზომები თითქმის ერთნაირია ძალიან კარგი ეპოქაში ცხოვრობთ რა თვალთან იმედა შორდება დედამიწას და რაღაც გარკვეული
რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ, თუ არა უკვე გაცილებით პატარა იქნება და მის სრულდაბნელებას ვეღარასოდეს ვერ იხილავს დედამიწის ზედაპირზე მსხვერპლები ადამიანში. ანუ თავი ხიბული ზომა პატარა დედამიწის. შორდება. აი მეორე სურათზეც ესე ნახეთ, ლათა გადმოინაცვლებს ემროდა, მოთხედავთ, ხო, ეს ამოვიდა, გადმოვიდა. ოღონდ აქ კოსმოსში ხარ აქ მნიშვნელოვანი მეთოდას. ჩრდილოეთ წაქცეულად დედამიწას მაინც დასავლეთთან აღმოსავლეთისკენ ეს მოძრაობა. დასავლეთ პოილი აქ არაფერია და ეს ლათა მონაცვლებს ზედაპირს. ამის გამო ცნობად შეგიძლიათ ეხლა მე თქვენ რუკებში გაჩვენოთ, რომ ედამნელება იყო 4.4 ასე აღიზლებიან ედამნელების თარიღებს ზუსტად, ხო? ეს იმისთვისა დატოვებული ამოვიდა რომელი იყო ეს პირველი ანიმაცია. წამოვიდა გადაიარა ჩრდილოეთ ამერიკაზე, აბა რომელია? 94 წლის 10 მაისია ჩრდილოეთ ამერიკაზე გადაიარა. ხო, აი ეს მუკი ლახა რო ხედავთ ეს ჯიჯი ლახა ჯიჯი და მის ცენტრში ყოფილა სრულდაბნელება, ხო? სრულდაბნელება არ მოდის როლისებური ყოფილა. ანუ რაღაცა სული მოსპა რომელიც ჩვენ არ გვაქვს ანიმაცია პროცესული ამ შემთხვევაში. და აქ არ ხდება რაღაცა ინფორმაციები ზედმეტი ასტრონომები ჩვენ ახლა არ ჩერდება. მოდი ახლა ამაში ვხედოთ, აი როგორ გამოინაცვლა გადმოვიდა აზიაზე და ავსტრალიისკენ ჩამოიარა აქ შედება ხედავთ, ხო? აი 95-ში რომელი არის დაბნელება? 24 ოქტომბერი ისევ ეს არის. აქ უკვე სრული დაბნელება. აქ უკვე სრული დაბნელება. ანუ კიდევ კიდე ცხადია არ ჩანს ის არის ნაცნობრივი დაბნელების არეალი და იქ არ ჩანს სრული ნაცნობრივია პროცესი ხო ანიმაცია ეს არცან ნამდვილი პირობითი არ არის ანიმაცია დამზადდეს რომ ნაცნობებს ვეხედოთ რომ იცოდნენ როგორ მოძრაობს. არის რომ სურათი და გამოუშვეს ხო? ეს არის რუკები, ესეთი რუკები ახლა მოცემული საიტებზე შედიხარ და აბსოლუტ დაბნელებას არ ჩანს. აი 95-ზე 28 ოქტომბერს სრული დაბნელება დაიწყო სადღაც აფრიკის კოსმოსში აზიისა და აფრიკის საზღვარზე ხო? აზიაში უფრო. გადმოინაცვლა ინდოეთზე გადმოიარა აქეთკენ და ჩამოვიდა ავსტრალიაში ნაწილობრივი იყო წყნარ-ოკეანეზე გაიარა სრული დაბნელება. აი ეს სპეციალურად რომ ამოცებული 50% შეხედოთ ნახევარზე ჩანდა. გადაწყვეტილი მაგრამ სრული არის ცენტრში ნახევარი. ნახევარი ეს ნელი ეს მაგრამ საქმე რაში არის? თქვენ ესე იგი როგორი ვარიანტი სრული დაბნელებას კი რო იყოს და თქვენ გიცით რომ ვთქვათ ეხლა რაღაც ვიბში გამოიგოს დაბნელება თქვენ რო ელოდებით იცით დრო როდის მოხდება სრული დაბნელება სანამ ეს მოხდება მანამდე არის მზის დისკოს დაბნელებას ხედავთ ჭრილი შედის თვალის დისკოს შედის ეხმარება და თქვენ ჯერჯერობით იწყება ნაწილობრივი დაბნელება იცით რომ სრული მოხდება მაგრამ ნაწილობრივი ეხმარება რომ გადაებარება რამდენიმე წუთი იქნება სრული დაბნელება მე ეს საათზე უნდა გადაიწყოს ანუ მე თქვენ გაჩვენეთ მოძრაობაში რომ დაბნელება დედამიწაზე ამიზოდესაც გეხარ ხო მოსალოდნელი და წაკი ის იმის მაქსიმუმი რაღაც მომენტში იქნება და ისევ წავა ნაკლებისგან სრულიც რო გახდეს ანუ ნაწილობრივ ფაზას გაიგებს ხედავთ ყველაფერს რომ ნაწილობრივი სრული გახდა ისევ შეიძლება უბრალოდ ამასოთა წარმოქმნა უნდა ცხადია დაგიგებ აი ეს უფრო უკეთესი ანიმაცია აქ არის მოცემული ერთ დაბნელების და შიგნით ამ ანიმაციაში პატარა ლაკარონების სრული დაბნელება და განჩენი არის უკვე ნაკლები და ნაკლები დაბნელება მოცემული კიდევ ერთხელ შეგვიძლია შევხედოთ ამას ანუ რა პროცესია ეს ამ პროცესის გამოცნობა მეტნაკლებად შესაძლებელი გახდა არისტარქეს ამოსვლის დროს თუმცა ბოლომდე ვერ მიიყვანეს ეს არისტარქეს ამოსველი არის ზუსტად 24 საუკუნის წინ დაახლოებით და მან თქვა ერთადერთმა რომ დედამიწა კი არა ცენტრში არის მზე არის ცენტრში ეს მომენტი იყო მაგრამ თვითონ დაბნელების გეომეტრია როგორც გითხარით მე ცოტა მოგვიანებით ახსნა არისტოტელემ ძალიან კარგად ბოლო ათასწლეულების დაბნელების კონტროლების ორნამენტი რა საინტერესო იქნება რა გვაქვს ამოსაშროება არის ორი ძალიან კარგი საიტი ორი სამიც რომლებზეც შედიხარ და ყველა დაბნელებას გამოიძახებ ერთდროულად ხო ყველა საერთოდ ნაწილს კიდევ ერთი მეორე მესამე ზედიზედ გამოიძახებ და მე ყოველშემთხვევაში მაქვს ის ამოღებული სურათები არის პერიოდული არის ნამდვილად და რო იძახე ხოლმე რომ ეხლა ხდება ესეთი დაბნელება რომ ეს არ მოხდება ამერიკის განმავლობაში აი ეს სრული დაბნელება ეხლა დავიღუპეთ რაღაცა სრული დაბნელება წელიწადნახევარში ერთხელ ხდება დაახლოებით დედამიწაზე ანუ 3 წელიწადში 2 წელი სრული დაბნელება აუცილებლად არის უფრო მეცად გეტყვით
წელიწადი არ გამიმისო მინიმუმ 2 მზის დაბნელება არის. აუცილებლად იქნება 2 მაინც და თავის დაბნელებაც კი 2 წელი იქნება ისიც. არა გამოდის რომ წლის განმავლობაში თქვენ გარანტირებული გაქვთ დაახლოებით 4 დაბნელება, ახლა ხარისხის არა კაი დასაკვირველია თუ არა სხვა ამბავია, თუმცა არის წლები, როდესაც არის 7 დაბნელება ერთად პროცენტული. ოღონდ მაგალითად შენახავთ რამდენიმე შენახავთ რომ მზის დაბნელების პირობები ყველაფერი ნახავთ. ხო, ნამდვილად არ ჭირდება ეს. აი როდი ხარ თქვენ ხედავთ მზეს, მე ხედავთ თუ არის სტატისტიკი შემოვიდა ის არის პოლაში მოცემული ამ ლებეწუთის შუადადებით გადმოცემული და დაახლოებით საათი და 10 წუთი ჭირდება იმისთვის რომ გამოჩნდება პირველი ჩრდილო მთლიანად დაგავს. აი ეს ბოლო მომენტი რომ პატარა ნამგალამზე რომ ანათებს. იმის შემდეგ როგორც კი გადაიფარება მზის დისკო, ის აღარ ჭერს ჩვენ თვალს მისის კაშკაშა და მის დარჩევა რაც არის ნაკლებად კაშკაშა, თუმცა ნაკლებად ტემპერატურის არ ნაკლებად კაშკაშა ეს გვიგვინი გამოჩნდება. გარშემო ხო ეს ჰალოგი ცოტა სხვა რაღაცა არა, მაგრამ არის ლაპარაკი ჰალო პრო ესეთი ატმოსფერული მოვლენა რო ვაფერდებით რა. სულ როცა ფარავს, დამცავისგან შეიძლება უცხოდ გახადო. რაც ახლა არ არის ეს შეგვიძლია გახადო. ნუ მზის მიერ მოცემული სიკაშკაშე გამოწვეული არის თვალისთვის ბევრი, ნუ პარლა გაგოჭერდა. მაგრამ ფოთებს არის. მასე ის გავრცელებული მომენტი რომ მზის დაბნელების დროს რაიმე დავიმატოთ ყველადამზე მაგალითად და რამე არ მოხდეს და პირიქით მაგას გაცილებით ნაჯვარი არის გამოსაერთო და თქვენებრივ შეიძლება ნახოთ უფრო მეტიც მზის დაბნელების დროს მზის სიკაშკაშე მაინც რაც რჩება არის იგივე რაოდენობის არის სიკაშკაშე რაც სამსახურეობრივ დროს არის ასე რომ არ გიგონოთ რაღაცა თვალს გაქრება ყველაფერი მაინც და მაინც არ მასტრის სიკაშკაშე აი ეს გვიგვინის სიკაშკაშე არის რამდენიმე წუთი. რამდენიმე წამი შეიძლება გაჩნდა დაბნელება როგორი არის. მაქსიმუმ 7.5 წუთი და მე ეს დაიწყებს გასვლას ეს შვილი როგორც შემოვიდა მე აგზელებს ეს ხო გადაიაროს აფარი და წავიდეს. როგორც კი მეორე ხედა გამოხობს ეს განათებული ნაწილი ხარეს და ეს დაიწყება და პროცესი ისე შეჭება განათობებზე. აი საერთოდ კომბინაცია აქ და მაგალითად ფილოსოფია მასე არ არის. ოღონდ ჩემი გამოცდილებით ნაკეთვით რომ როდესაც მე ერთადერთ დაბნელებას ვარ ცოცხლად დამყოფი ეს არის 2029 წლის დაბნელება რომელზეც რეალურად მანდამაინც არ გამიმართლა იმიტომ რომ იყო პრობლემები სადაც მე ვიყავ ფოჩი ოღონდ თვითონ დაბნელები როცა მოახმოდა მაშინ პრობლემები საკმაოდ შეთხებდა მის დილით დარჩა და მაგას ყურება უბრალოდ ვიგნებ თვალს აღარ წეს და პედოფილ მოყურებ და ხედავ ეს ფასა როგორ არის შესული და როგორ გავიდეს დაახლოებით 2 წუთი იყო ცოტა ნაკლები სულ დაბნელება და მას მე სკოლიდან ბავშვები ცოტაზე ვიყავით და იმ დროს საერთოდ გამიგდა. თუ როგორ უყურებით არაფერი დამცავი. არაფერი არ ჭირდება თბილისიდან როცა უყურებდი მაშინ სულ დაბნელება არ იქნებოდა იქნებოდა 95% მაქსიმუმი ანუ გავიდოდა და სიკაშკაშე ძალიან მოიგლებდა მაგრამ სულ არ იქნებოდა რაღაცა პატარა პატარებში გადავდაგდეთ სახში ახლა უბრალოდ გოგოაზე იმას შეთავაზე წაგეყვანეთ და აკვირებაზე თოჩი და მე მოდოცი არის მითხი და წაგაჩამს და მითხრა აქაც იქნებოდა დაბნელება და ეს არის წამოსვლობა და მე თქვენ ახლა შემოთავაზებდი და ახლა შემოთავაზე ესე იგი რაღაცა პრინციპულად ფეთესია და მაინც რომ აღიჩენიო აქ დავუკვირდები და კლასელებთან ერთად კარგი მეთქი წამოვედი ვიცი სამახარეს უფრო უმცროსია მას მეთქარი უკვე შედასო ხარი და მას ეზარება წამოსვლა შენ წამოყვა დაბნელებაზე ფოჩი მეთქი რა უყარდა ზან სკოლიდან თუ გამოიშვებდი და დირექტორს ვერაფერს აკეთა წამოყვა და იქ ვიდეოები გადაყოლ თვითონ ჩანს ესე გადაყოლ არის 10 ესეცია ხო მაშინ და უყურებს სადღაც ერთად და უკეთესა ესე რომ არის მართლა ეგზოტიკური რაღაცა მაშინ უფრო მეტიც სამი ინტერვიუ რომელიც პროჩი მივეცინა დაბნელების დროს დაბნელებამდე დაბნელების დროსაც ვაპარაკობდი და დაბნელების შემდეგ რეჟიმი რომელიც თვალყო როგორც აგიწერეთ ყველაფერი ზუსტად ისე ხედავთ როგორ მოხდა და ყველაზე უცნაური სულ დაბნელება დაიწყო მანამდე რომ აღმოჩენებული ხვალავე გამჩვენებული ვეღარ უყურებთ ახლა თქვენ ხო გესმით რომ შიში არა მე ვიცი გაცილდებოდა უყურებთ ისეთი სხვადასხვა ბონუსები იყო სხვა რაღაცა ხდება უცბად რომ უყურებ ამას ახლა ცხადია რა არის გასაკვირი როდესაც ხავს ავტომობილ ზებულებრივი შეიძლება ამ დროს მართლა იცლება პირობები განსხვავება მოიკლო ტემპერატურა ვარდება წნევა იცლება ქარის ამგვარი სამბატონა დიდია ძალიან ხშირად საკმარისია სრულად 90 წელს ასტრონომმა დაინახოს კუთხეში სადღაც პატარა გორბის ნაგრეჯი გამოიცა ტელესკოპს აღარ გახსნეს იმიტომ რომ ის იცლება ატმოსფერული ის
გურბე ამოქანდება და იჭარბება ზუსტად. მოიგონებს და იქ მოიხსნა. სრულად მოსმენით თუ არა ვერ დაგხვდება. ნუ მალევე პრაგმატიკას ზუსტად ზემო. ასე რომ მართლა არის რაღაცა ეზოტერიკური მასში, მართლა რაღაც ოცარი სადახავია. ჩვენ პირობებში ეს გამარტივებულია. დამწერლობა როგორც იქნება, შეიძლება კარგი ლაივში ვიდეოებიც გინახოთ, პირდაპირ უყურებდეთ კომპიუტერით, მაგრამ მაინც არ არის ეფექტი, რაც უნდა იყოს კონკრეტული უყურების დროს. მე ამას გეტყვით იმ ადამიანებს, ვისაც დაკითვალიერებენ რაიმე ლამაზი გარემო, თქვათ, იტალიაში ყავთ დაკითვალიერებით არქიტექტურული ნიმუშებს, იყავით ბედნიერი და მეორე ამბავი რომ გიჭიროთ ფოტოაპარატი და იღებთ ამ სურათებს. ფოტოაპარატს გადაიღებთ, მაგრამ იმ სიამოვნებას ვერ მიიღებთ ფოტოაპარატის გარეშე პირდაპირასაც უყურებთ. ეს სხვა არის ხედვა და სხვა არის პირდაპირ საგანისტია. სამithom სხვადასხვა მომენტია. მე ჩემთვის მაინც სხვა რაღაცა მოხდა, როცა იქ მოგონებებს ანუ სამედიეროდ ოპერატორი არ დაედინა ტელევიზიის ოპერატორი და იმ აძლებდა ბლოგერად მოყოლაფერს. ანუ რაც შეიძლება რაღაცა ჩამოაფარა და გააკეთა კარგად. ჩვენი ბიჭი იყო და მას კარგად გააკეთა ზედმეტად. ხო, აი ასეთი მომენტი არის და რა თქმა უნდა თუ ზედამერება სადღაც ფიგურებს, ხო აუცილებლად ის არ დაფიქსირებულია ძველისწოდელ წყაროებშიც იქ მითითებულია და შეშოთოს პირდაპირ ვალდება რომ ზედამერება მეზე აკეთა. ჩვენ არ ვიცით მართლა ზედამერება გამოიწვია თუ არა, ჩვენ ისე რომ პარალელურად მოხდა ეს ორი მოვლენა. ამიტომ მოდი ჩვენ ძალიან შორს ვწავთ, მაგრამ მე ამაზე დისკუსიები წყალი შეიძლება სხვადასხვა ასტროლოგების მიერ საერთოდ არაფერს ასტროლოგები იქით ეს ძოს ყველაფერს ცხოვრებაში. თვითონ როგორი ლუკები ენერგია გაჩვენეთ თითოეული დამნელების უკრავული, მაგრამ არის კიდე ესეთი პრემიტივი ლუკები, რომელშიც 20 წლის დამნელებია დახატული, სადაც მხოლოდ ცენტრალური ზოლია ხოლმე მოცემული, განეც სიგანე აღარ არის მოცემული ნახევარშრის სიგანე. და ცენტრალური ზოლები უბრალოდ წითელი და ზურგ შორის გასხვავება ეს არის, რომ ზურგები არის სრული დამნელების ცენტრალური ზოლი და წითელი არის გოლისების, ანუ სრული მარმოხტა, მაგრამ გოლისები გამოთვლის ტექნიკით ეთდეგი და ზუსტად სრული და გოლისების დამნელება ზუსტად ეთდეგი პარამეტრებს სულთან და შედეგებს. მოდით მე გაჩვენებთ ამ მასე რა არ მოცემული. აქ არის მოცემული ძველი წელთაღრიცხვის 1100 წლიდან 1091 წლამდე 20 წლიანი პერიოდი, 91 წლის ჩათვლით. აქ მათემატიკურად წერია ერთი განსხვავებული რიცხვი -1099 და -1080, მაგრამ ეს არ შეიძლება ჩვენ არაფერს უბრალოდ მათემატიკასა და ისტორიას შორის არის განსხვავება იმაში, რომ ისტორიკოსი ამბობს ქრისტეშობიდან პირველ წელს, ქრისტეშობამდე პირველ წელს. და ნოლი გადააყენა, სულ არ აინტერესებს და მათემატიკაში ვერაფერს ვერ დაიჭირა ნოლი თუ არ იქნება, ამიტომ ქრისტეშობამდე პირველი წელი ასტრონომიაში არის ნოლი. და მეორე წელი არის -1. ამიტომ ეს განსხვავება აქ არის, როცა წერია ეს არის აქედან გამომდინარე, ანუ ისტორიული და ასტრონომიული ნაცვლების შორის ერთი წელი განსხვავება. მე გაჩვენებთ აი ერთ საინტერესო დამნელების ცენტრალურ ზოლს, რომელიც აქ ნახეთ ატლანტის ოკეანიდან წამოვიდა. აი აქ ნახეთ ასუანის მიდამოებში აქ მაქსიმუმი, უკვე ხვდებით რომ მივადექით ასაკი ეგვიპტეს, ხო? ასუანის მიდამოებში მაქსიმუმი და გაწერია -1093 წლის 27 მარტი. ანუ 1094 წლის 27 მარტი ჩვენი წელთაღრიცხვით. და აქ მაქსიმუმი მე ეს აგზელებს და ახლა რუსეთის ტერიტორიაზე თავდება. ეს დამნელება ძალიან საინტერესო ისტორიული დამნელება არის და ეხება და კავშირდება ძალიან კარგად ვისაც საკითხური გვაქვს ჩვენ თაობას ყველას აქვს საკითხური ბოლესტოპოსის ფარაონი, სადაც რამზეს მეორის გარდაცვალება და რამზეს მესამის ტახტზე ასვლა გვაქვს ნომრებში თუ არ მიშლება, ან მე-15 და მე-13 და მე-3 არ მახსოვს. და ყოველ შემთხვევაში ასაკიანი რამზესი გარდაიცვალა და იქვე აღწერილი არის დამნელების მოვლენა, რომელიც წერია 27 მარტს არის. იქ რაღაცა წერია და მე ქვემოთ მითითება წერია 27 მარტი ის. და საერთოდ ძველ აღრიცხვებში, წელთაღრიცხვებში ისტორიულ თარიღებში პრობლემა ახალ აწერია და წერია ამ ფარაონის მეშვიდე წელი, იმ ფარაონის ეს ან ვეფხვის მე-15 წელი აღიქცია ყველაფერი ეგრევე. ხო, ამიტომ გადათვლა ძნელია ციგლურობით, კალენდრის ციგლურობიდან გამომდინარე თითოეული კულტურის შესაბამის კალენდრის თქვენ შეიძლება ეს თარიღი დაადოთ აქ და მე 200 წლის ადრეც და 200 წლის შემდეგაც თარიღი და ყველა გეგმოთ თუ სწორია და ვერაფერს ვერ მეკითხეთ რომ ნაწილს. მაგრამ 27 მარტს ნახო ახალი არ არის და ზუსტად ერთი რაც ცნობილია, როგორც კი ჩამოწდა წელთაღრიცხვის მე-20 საუკუნეს აქეთმე წამოვიდა, ხო? ეგვიპტე ძალიან სწრაფად მოექანება დაშლის, ხო? რეალურად ის ეგვიპტე აღარ არის, ძლივს ფარავს. ამიტომ აი ეს თარიღი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის მოვლენები, სადაც
გარდაიცვალა მამა რამზესი და შვილი რამზესი არის ტახტზე. როდესაც ახალგაზრდა რამზესი რაღაც კარგული დონის განდობა იყო მისი და პრობლემა წაიყვანეს რაღაცა აჩვენეს და კიდევ ამასთან ერთად აჩვენეს დაგროვილი სიმდიდრე პრობლემების შერაცხების სიმდიდრე. რამზესის მიმდებარული რეაქციაზე. მომენტს ამის მეათედი, ეხლა ეს მინიცი ზუსტად რამდენი თხოვა, მაგრამ აი დაახლოებით მეათედი თხოვა და მე ძველი ვიქცეს დავაყო. ამით ავაშენებ რაღაცებს და ვიკილოებ ჯას, ამასგან უკვე ჩამოთვალა ხოლმე. კიდევ პირველი არ ვთქვა და უთხრეს რომ მოდი ამ დაადროს რომ მოდი კენჭისყრა მოვაწყოთ რა ხანამედროვე. ეს კენჭისყრა ფაბრიკ კენჭისყრა მოაწყეს ქურუმებს. და ხო და რამზეს მიხდარი აპოებენ რაღაცას ამისი მოხდები ჯარი შეკრიბა. რომ ძალიან ერთები ასვალა, თუმცა თვითონ მივიდა დაესწრო პროცესს და მოკლედ ფაბრიკ კენჭისყრა დამოშტა რომ რევოლუციურობაც კი უარი უთხრა რომ არ მოწევს. როგორც კი ეს მომენტი ჩატარდა, რამზესმა დატოვა ეს შეხვედრა და მივისეთ თავში ჯარი. მივიდა ჯარი და დაკეტილი წესი, მაგრამ და დაიწყო მზის დაბლა. აი ეს არის საინტერესო მომენტი. როგორც ჩანს, იცოდა პრობლემა რომ მზის დაბლა იქნებოდა და ამთხვიეს ეს კენჭისყრის პროცესი ამ მომენტს, უარის პასაგირები ისედა და გამოიყენეს ეს წოდება იმისთვის, რომ მოკლედ ახოხი არის ეს ახოცინეს, რომ ეს პარკალთა რა დაიკარგა მოკლედ მთელი ამ პრობლემები. და ერთი საათი გრძელდება ეს პროცესი, რომ სანამ სრული გახდება. მე სრული გახდა, კიდე რამდენიმე წუთი და მე რა თქმა უნდა სასწაულებლად ვიყოლები საათ არის, ასე ვთქვათ და მე გამონათება რომ დაიწყო და კიდე ერთ საათი მიაყოლეს რომ აბა კიდე ვიბრძოლოთ და გავაკეთოთ საქმე, რა თქმა უნდა ეს დაუზრუნებელი ხალხი მე კმაყოფილი რომ ზე დაუბრუნდათ, თავიდან სახში დაიშალა. ოღონდ რამზესის რამოდენიმე მომხრე მოიკითხა, არამედან ამ იბოვის რო იყო მოკლედ. ამასობაში ამათვაზე შესრულებები და მოკლეს. აი ეს არის ზუსტად ის ისტორიული მომენტი, როდესაც ჩვენ ხედავთ რომ შეგვიძლია თარიღის დასუსტება, ვამბობთ რომ ეს მოხდა ეს და თანაც კანდიდატ ცოდნა მედიასაც კონდა რომელიც გამოიყენა კიდეც სხვის დასამარცხებლად. ეს ჩათვალეთ რომ ნახეთ როგორი ფაქტიური ესეთი ძლიერი მომენტი არის ძალიან აქ მე სულ ვამბობდი როგორ შეხვედრით დამთხევა არის და სანამდე ერთ-ერთ ლექციაზე 2014 წელს ჩვენ დოქტორანტის მამამ ხელვაშეულში ჩატარებული ლექციაზე თუნდაც ერთმანეთს სახელს უმაღლესად მოგვეფანას ვიამკაც ის მათემატიკოსი თვითონ რომ მე ვფიქრობ რომ იცოდნენ და დაახტეს ამას. მე მომდები რა როგორ დამთხევა მოხდა და ეს აქედან ისეთ ყველაფერი და იმიტომ რომ არ ხონდა რაც ახლა მაგარი ისეთი გათვლები ქონდა. ხონდა. ეს წოდები და ეს გაფაბარები რა. არა, გამოფანების მომენტი არ არის მათემატიკის ნორმები, ყველა ზედამხედველები ყველა დათვალო. ამის შესაძლებლობა გაჩნდა მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს. მანამდე ამის შესაძლებლობა არ იყო. მაგრამ გამორჩევით რამოდენიმე გამოცნობილი დაბლება არსებობს სამოსის პერიოდი. სოროსია როგორ არის ხა ეს ჯორჯ სოროსთან პერიოდია. სამოსი ეს არის 18-იანი პერიოდი, 18 წელი და 11 დღე დაახლოებით და 8 წელი. აი ამ პერიოდში დაბლება ზუსტად რომელიც არის, აი ზუსტად მოხდა აქ. მეორდება ზუსტად ასეთი წაით თქმის ეს ეპოქის ძალიან დაბლება მეორდება, ოღონდ მეორდება დედამიწაზე 120 გრადუსით გადაგაცეულ ადგილას. ანუ როცა ცივილიზაციების შორის კავშირი არის და ასეთ ცივილიზაციები იყო ეგვიპტის, იყო ინდოეთი, ჩინეთი, ხო? მათ შორის კავშირი იყო, ინფორმაციაც გაცვლილი იყო და სავარაუდოდ რამდენიმე დაბლება ისტორიულად მათ იცოდნენ და ველოდნენ რომ ეგვიპტეში მოხდებოდა ეს გადმოთვლილი ჰქონდათ რომ ეგვიპტეში ეს ანუ სამოსით იყო გამოთვლილი. სამოსით გამოთვლის სხვა დაბლებები ჩვენ კიდე შევეხებით, ეს უკვე ერთადერთი შანსი მაშინ გამოთვლის და სამაგიეროდ სამოსით დაბლებას, მაგრამ იმავე წელიწადს მეორე დაბლება უნდა იყოს მინიმუმ. იმას საერთოდ წარმოგვიდგენა არა კარტ არის ვერ ამბობთ ვერ შევხვდით. ასე აი სამხელა ჩავარდნა იყო ასეთ ცოდნაში ეს უფრო დაბლებათა მიმართულებით. აი ეს ერთი ისტორიული მომენტი. მოდი ახლა ეს არის დაბლება უფრო ახლოდან უკითხავთ ნახეთ აი ასვანეს მიდამებში სრული დაბლება ახაც სრულია მაგრამ ნაკლები ამას რამზესის წლის დაბლებას იგივე Google-ებს ედადებული რომ აი ეს რომელიც დაინახავთ უკეთესად აბეცი, აი ეს არის აქ არის აი მიდამებში ასვლა ცოტა გვერდზე არის. უბრალოდ იმის გამორებ დიდი კალაპი უახლოეს მაგარი ასვლა. მეორე ესეთ მნიშვნელოვანი დაბლება არის თალეს მილეტელის დაბლება. ეს არის ძველი წელთაღრიცხვის 595 წლის 28 მაისი. აი ეს დაბლება, რომელიც წყალდიდობიდან წამოვიდა,
ატლანტის ოკეანის გადმოიარა და გადმოვიდა ევროპაში. და ცნობილია ჩანაწერი, რომ თალეს მილეთელმა გააფრთხილა ბერძნები, რომ დაბნელება იქნება სალონიკის მიდამოებში, აღმოჩნდა როგორი იქნება და გამოდით ახლა და ისე ნოტა და ხალხი გამოვიდა და სეირნობა მოაწყვეს და აუ რა კაია და რაღაც ესეთი სიტუაცია იყო. იგივე დაბნელება აქვს ჰეროდოტეს ისტორიაში, თავის ისტორიაში მოცემული თალეს მილეთელის დაბნელება და ამავე დროს უთითებს, რომ ამ დროს მოხდა შეწყვეტა რამდენი 10 წელი ლიდიასა და ლიდიას შორის. ლიდია და ლიდია უკვე ჰეროდოტეს დროს აღარ არსებობს. ჰეროდოტეს ისტორია როცა არის გამოცემული. მაგრამ ამ დროისთვის უკვე მომსვარი ქვეყნები ამ ისტორიულად იციან, რომ ეს არსებობდა. მაგრამ ცნობილი არის მათი შეხების ადგილი, ეს არის შუა თურქეთი ეხლამდე. სკანდაკოტა საფუარი სადაც ხონდა ლიდიას და ლიდიას ერთად. ხონდა მიახლოებით ესაზღვრებს ცნობილი. აი მართლა სოდარკვირდით თქვენ ამ დაბნელებას ეს გამოინაცდებს აგერ სალონიკის მიდამოებში და გადმოდის წინა აზიაში. ზუსტად აი ამ ადგილას იყო სავარაუდოდ ბრძოლა, რომელსაც მოუსწრობს ის დაბნელება, რომ იარაღი დაყარეს და კიდევ იქ საუბარი გაატარეს. აი ეს არის ცნობილი, ამიტომ ძალიან საინტერესო მომენტია, ორი რაღაცას ვიგებთ. ერთი, როდის იყო ეს დაბნელება, ზუსტად როდის იყო სეირნობა, თარიღის მითითებით და ვიცით. მეორე, ლიდიასა და ლიდიას შორის ომის დროს ცნობილია თითოეულის მეფე გამილიყო და რამდენი წელი ვეფობდა. და მათი მამები და კიდე მამები ცნობილი რომ ეკავდა და როგორი იყო და ეს 200 წლის ისტორია აღდგა ამ ორი უკვე არასებული ქვეყნის. ასე რომ ეს ძალიან ძლიერი იარაღი აღმოჩნდა და ამ დაბნელებით უცბად დავაწყოთ უკან ყველა ვთქვათ ისტორიის რაღაცა. ბიბლიაში ომის დროს არის მეხსენები დაბნელება და გორაროები. მოიტანე მონაცემები და ვიპოვოთ რომ ეკავდა. იგივე სურათი ეგ და იგივე ბუკლებზე თავდება აი აქ იყო საბერძნეთში გადმოინაცვლა ცივ-აზიაში. აი ლიდია და ლიდია მომიტანე მაინც დამაინტერესებს და სავარაუდო საფუარია ეს არის. მედია აქეთ არის უფრო ზემოთ თანაც მედიაზე სხვადასხვა მემკვიდრეობის მონაცემებით არის ქართული სახელმწიფო იყო მედია, თუმცა ბევრ სხვა წყაროში არის ირანის სახელმწიფო. ირანის მაგაში გავლენა საქართველოს ირანის მედიაში იყო და აქაც კი სვასულად იყო ვთქვათ ძირითადი დოკუმენტაციის საქმე. და აი ეს დაბნელება უკვე გადიდებული ჩრდილით აი საქმე სამყაცა ეს დაბნელება მათის შეესწრენ ომის დროს და უკვე შეწყვეტეს ომიდან წავიდა. ცოტათი უზუსტობა რა არიცით. შედეგი აღმოჩნდა ის რომ ეს დიდი დინარის სახელი არ მახსოვს მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ ეს მიკლაკი თურქეთში ძალიან დიდი დინარი. აი იმ დინარის გასწვრივ გაატარეს საზღვარი ამ მოკლედ. მაგრამ დინარის გარშემო მოვიდნენ ომს და მოკლედ შეწყვეტეს და ეგეჩენიოდა და დააფარეს. ასე რომ ბევრი რაღაცა ეთქვა და ლიდიის ისტორიის აღდგენას ნაკლები. აი ეს არის უკვე ახალი წელთაღრიცხვის მეორე 20 წელი. ნახეთ, აი ეს დაბნელება, რომელიც თარიღდება ახალი წელთაღრიცხვის 29 წლის 24 ნოემბერით. მე ვუწევ რამდენიმე მაგალითი გაჩვენოთ. მე გადავაცნო სხვა მონაცემებს. ეს არის აი 4 კანონიკური სახარებიდან ორ მათგანში არის აღწერილი, რომ ქრისტეს ჯვარცმის დროს დაბნელებას ზედა იწრა მიწა და მე არის საკუთრებად აი ქართლის ჩამოყერის პროცესი აღწერილი და სხვათა შორის 29 წელს ახალი წელთაღრიცხვის 29 წელს მიწისძვრაც შეიძლება მოწოდებული იყოს, ეს არის ეხლა სტამბოლის მიდამოებში ეფიცენტრი. ძალიან საერთო რომ იმას ისეთი და ერთხა მანძილზე გოგოთის სტამბოლი ეგეთი ამბავი მოხდა, მაგრამ ესეთ მიწისძვრა ისეთი. დაბნელების მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც მე ეს თვლის თარიღი არსებობს, ისე საუბრობდი და შეამოწმებთ ერთმანეთს სასულიერო მითხრა. მე ვთქვი 29 წელს ფიქსირდება ესეთ აწევს. გამომეორებინა წელიწადი 29, კიდე კარგი 29 თქვი 33 როგი იყო პირდაპირ გეტყობილი თულსა. საქმე რაში არის 29 წელი უფრო სწორია, ვიდრე 33 როზე ჩვენ დაბნელება. საქმე იმაში არის, რომ ქრისტეს შობიდან წელთაღრიცხვის შემოტანა ფაქტი ეს იდეა ეკუთვნის დიონისეს ციხეს მე-6 საუკუნიდან. მე-5 საუკუნის ბოლოს მან მოამზადა რეფორმა, რომლის ფაქტს დაგვეთით, რომ ყველაფერი აღეწერათ ქრისტეს შობიდან თარგმნით. შემოიტანა ყველაფერი და რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ჰეროდე მეფე ამ ქრისტეს შობაზე შემოიტანა იქამდე 4 წელი დადებოდა. ასე რომ უკვე დაინახა რომ 4 წელი გადაწეული ეს ყველაფერი, ამიტომ 29 წელი თუ არა ამ დროს ქრისტეს ჯვარცმას იქნებოდა 29.
იქ კიდევ არსებობს იგივე ბრძანებაში, სადაც ხელოვნები მიუთითებს, რომ ყველა მაცული გამოჩნდა 0-1 წლის. ეს ნიშნავს, რომ ქრისტე იმდროს ან 2 წლის, ან 1 წლის, ან 2 წლის. შესაბამისად 29 წელს იქნებოდა 33 ან 34 და 35. ეს შემოფიქრებული არ არის, მე დამაინტერესებდი, მივაგები უწყები პოე და გამეცინა მას. და მაშინ ვიპოვე და რამოდენიმე იტალიელი სტატიები ნახე მაშინ და კაი გამოიგროვე. შემოვიდა გაცილებით ადრე. ყველა განათლებულმა ბერმა ეს იცის. ყველა მიცის, რომ ქრისტეშობა შეიძლება და 4 წელიწად ადრე ყოფილიყო. რომ შეთანხმება გვაქვს ჩვენ ქრისტეშობის შესახებ და ჩვენ ახლა გვაქვს არა ქრისტეშობიდან ქრისტეშობიდან არა 2024 წელი, არამედ მინიმუმ 2028 წელი, ან 2030. ან მაგმანძილზე ვართ იქიდან დაშორებული, მაგრამ შეთანხმება თვითონ საინტერესო და შეთანხმება ასე ეს არის შემთხვევა, როდესაც ვერ დასრულდება ძალიან ზუსტად ქრისტეს ჯვარცმის მომენტი, იმის გამო რომ ნოემბერი ეს თქვენ გახსოვთ ეს საკითხი ყველაფერი ახალ იმაზე გასახურს ეყოლები. თანაც არა აკუსტურები ჩვენ რამდენი ფოტოც გავაგზავნეთ, ებრაელები არადასტურებენ სულიდებას კალენდარში ბოლო 20 საუკუნის განმავლობაში. ანუ თუ რა მეცვლება იყო მაშინ ჩვენზე ყოფილა. ხო. ასე რომ გამოდის რომ აი ეს არის ეს შემთხვევა, როდესაც ჩვენ უკვე მეცნიერულად ზუსტად ვერ ვთქვათ მიახლოებით. ის ყველაფერი ზუსტი იყო ამდენად. მოდი გადავიდეთ შემდეგ ეს დანელების სურათი აქვს ჯვარცმის დანელება და აღკეთებას. აი იგივე დანელება და არაბებმა გინახეს. საკვირაში არის ზუსტად კონდენებში თქვენ ფარიზაბლებად გიგეთ, მაგრამ პლანეტების აღლუმი ძალიან პოპულარულია, ხო? ჩვენთან და პლანეტების აღლუმი ეს არის ერთ ხარისხზე გავიხედავ, მე რამდენიმე პლანეტას ვეძახი. 3, 4, 5, 6 პლანეტა ერთად. ეხლა როდესაც ძველ ცივილიზაციებში ლაპარაკი, რომელიც პლანეტა 5-ზე ლაპარაკის ერთად, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ მერკური, ვენერა და მარსი, იუპიტერი და სატურნი, ამ შორის პლანეტები. შესაბამისად, მაშინ აღლუმებს უძახოდნენ მხოლოდ პლანეტის რაღაც სიახლოვეში ყოფნას. მე ზუსტადაც გაჩვენებ განმარტება როგორი 90 გრადუსში უნდა ჩანდეს ამ 360 გრადუსში ხო ეს 90 მე რა ვიხედა 90 გრადუსში უნდა იყოს ყველა ეს პლანეტა მაშინ ეს აღლუმი და ეხლა თუნდაც 180 გრადუსს მოვიდო იქ აი არა ეროვნულ ჩემი აკეთებს 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 ეს აღლუმი არის 90-იც კი დიდია მე თქვენ რამდენიმე მაგალითი ვაჩვენებ 30 გრადუსში 40 გრადუსში ძალიან კაი აღლუმი არის და ახალგაზრდები რაში და გაფართოვდა და ძალად აღლუმი ამიტომ აი ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი, რომელიც ჩანდა 1604 წლის შემოდგომაზე. აი იუპიტერი, მარსი და სატურნი. ეს ის მომენტია, როდესაც ჯერ კიდევ ასტროლოგია არ არის დაკნინებული ბულგარული ასტროლოგიის გავლენით და მეცნიერული ფაქტები ბევრი გროვდება, მაგრამ მეცნიერების დარგებით ძალიან გაფრთხილებული ყოფილია 1604 წელი. აი 1650-ისთვის უკვე სერიოზული დაყოფა. მაგრამ და მე მოდის უკვე ნიუტონი, ხო? მაგრამ აი ეს ის მომენტია, როდესაც ასტროლოგიასაც იტყვის ცემენ, ჯერ არ აქვს სახელი გამოჩებული ბოლომდე და დაინახეს, რომ იუპიტერი მასთან ერთად მოქმედების უნარი მას იუპიტერი, მაგრამ გამართლებად ძალა, ხო? და სატურნი წესები და რაღაცა შეზღუდვები ერთად არის იუპიტერი, სატურნი და მარსი. და ამ სამის ერთად შეერთებოდა შეშფოთდნენ, ეხლა რა მოხდეს. ამ დროს კეპლერმა შეხედა, მოიცა. ქრისტეშობის დროს რომ სამი მოგიმოდის და სამ ვარსკვლავს უყურებს და იქიდან მოდიონ, ეს სამი ვარსკვლავი ესენი לא ყოფილიყო. ეს არის ლაპარაკობს ამას დიდი ასტრონომი და უდიდესი ასტროლოგია. კეპლერი. რომელიც სამეფო კარის ასტროლოგია იყო ჩეხეთის გარსი. მათთან ჩეხეთი ინდოეთში უკვე შედიოდა ასტრონომიაში, მაგრამ სამეფო კარზე მუშაობდა ხელფასისგონდაში. ესე გაცმა რა ხედა და თქვა, რომ დიდი პიროვნების მოსვლები და სატურნის შეერთება უნდა იყოს, მარსი კიდე დიდი ძალა და ცეცხლოვანი ენერგია დამატებული კიდე აყვავებს. ანუ ქრისტეშობის დროს აი ეს იქნებოდა და მაშინ ხელზე გადაითვალა და თქვა რომ იცი და ზუსტად ქრისტეშობის დროს არა, მაგრამ ერთი წლის ადრე ქრისტეშობამდე ეს იქნებოდა. სწორად დათვალა, საოცრება ეგ არის ქრისტეინდა კეპლერი დიდად კარგი მათემატიკოსი იყო, რომ სულ თითებზე გადაითვალა სწორად და სწორად მიუთითა ის და რომელიც მე აი თქვა თავიდან პროგრამა გაჩვენეთ, იქ პროგრამა შემიძლია გაჩვენოთ მე როგორ გება ეს პლანეტები მართლაც ინდოს. თუმცა რაღაც გაჩვენეთ, შემდეგ სლაიდზე ეს და თქვა რომ ეს პლანეტები აუცილებლად იქნებოდა და თუ გახსოვთ თქვენ ეს მე მოვიდა მოგები მაგრამ აი თან საღამო ხანი არის და თან ეს ვარსკვლავები ერთად ჩადის მალევე დასავლეთის მხარეს აი იქ აღწერას თუ გაიხსენებთ თქვენ ეს ესეა დასავლეთის მხარეს ჩადის და იმას მიყვებიან და მე პოულობენ ბაგაჟში ეს ხო აი ეს არის იმ დროს აიქნებოდა ძველი წერტაპის -5 წლის
6 წლები ძველადაც თებერვლის ბოლოს, 7 წლის დეკემბრიდან 6 წლის თებერვლის ბოლომდე მართლაც იყო ეს პლანეტა ერთად, იუპიტერ და სატურნი ერთად იყო ახლოს დეკემბერში, 25 დეკემბრის წინდაღში, მე იმათ დაიწყეს 27 და მას იყო საკმაოდ შორს. მოვიდა და ჩადგა მაჩოდის და აი სამივე პლანეტი შეერთება, თანამედროვე უთითა დეკემბერში იქნებოდა და იქნებოდა იანვარ-თებერვალში. ანუ ყველაფერი დათვალა მაშინ კეპლერმა ჩვეულებრივ. აი ეს არის მომენტი, რომელიც ასტრონომიურ თვალსაზრისით მეც მივიწვევს იმისკენ, რომ ჩვენ ქრისტეშობის თარიღი გვაქვს შემოტანილი 6 წლით არის ინდივიდუალში გასწრებული ნამდვილ მოვლენებას და ქრისტეს მოვლენას. დაბადება ესე დეკემბერს კი არა, ესე იგი საერთოდ დაბადება დეკემბერზე დაბადება მოგვიანებით. მაგას ფასადს არჩევდი და ძალიან კარგი ის იყო ვიდეო ნახე მე ინტერნეტში, იქნებ და ალბათ ყველამ ნახეთ 25 დეკემბერს დაბადებული დიდი პიროვნებები და ჩამოთვლა ყველას მიეწერა 25 დეკემბერს დაბადება. აბსოლუტურად ყველას არაფერს და ძალიან მსგავსია თან ეს თითოეულის ისტორია. როგორც არის. ეს არის უფრო კანონიზირებული, ასე ვთქვათ, ძალებში კანონიზირებული, ცოტა მოგვიანებით რამდენი საუკუნის შემდეგ. ლევანია პროფალდეს მე საუკუნესაც ვეფხოდა ეს ამბობს მაშინ. ისინი მოგვები რომ მიდიან ის ქრისტე ზუსტად ერთი დღის დავადებული ხარ იქნებოდა, ხო შეიძლება ერთი თვის ყოფილიყო და დაეთქო რომ მაშინ თებერვალს და იანვარს. ეს საქმე იმაში არის რომ მოგვები რომ მიდიან იქ არც არის ლაპარაკი გაზაფხული ან ლაპარაკი ცივი სეზონი შედარებით, მაგრამ ეხლა ისრაელის ტერიტორიაზე ცივი სეზონი თითქმის არ არსებობს. ყოველთვის ასევე დიდი პრობლემა ისედაც არის ეგეთი. მეორე მომენტი ის არის რომ აწერილი არის ზუსტად სამი ვარსკვლავი, სამი მოვლენის სამი ვარსკვლავი ჩანს და თან ეს მომენტი არის ძალიან ისეთი რომ ბევრს გამოჩნდა ხედავთ. და აი ეს მომენტი როდესაც პატრიარქს უყვებოდი ის ყოველთვის და იმედი რომ ჩემს სიცოცხლეში არ მივიდოდი თვითონ რომ დინა თორე კაიდან რომ მოგიყვება პარვის საფრთხეს მაგრამ ერთი მოთხოვა ძალიან კარგი ადამიანია. და მივედი უყვები ამას ყველაფერს ესწრება ორი ეპისკოპოსი, ორი მიტროპოლიტი, მეუღლე ანდრია და მეუღლე თეოდორე. მეუღლე თეოდორე ვაიბე ძალიან განსხვავებული, მეუღლე თეოდორე ზეპირაიც ყველაფერს ადაც. ანუ ორივე ძალიან განსხვავებულია. მე არ ვამბობ რომ ეს მეტი განსხვავებული, რომ ეს მეტი ერთმანეთთან და მithumetes არის, მაგრამ მეუღლე თეოდორის ცოტა ვიცი, რამის გვერდს გეტყვით იმ ისედაც გასულს. როდესაც მე ეს ვთქვი, პატრიარქმა გამოჩერდა და მithme, მე სამი მოგვიმახსოვს, სამი ვარსკვლავი გამოსვლა. უთხრა სამი ვარსკვლავი ძალიან მიტკებული და მეუღლე თეოდორე ჩაერია და უთხრა აი ამ ადამიანის წერია. არ მახსოვს თუ მე გაჩვენე. და მე დაგინებთ ცოტას მახსოვდება და წეწერა რომ გამოვიდა სამი პულას მიყოლმეს. ვიდრე ჩასე ასე რომ მე თეოდორეს პოსტად წერია რომ მე მოვეცი და წავიკითხე ის. თორე ისე თორდან დავხსნა იმან. აი ასეთი მომენტი იყო და ეს სამი ვარსკვლავის ამბავი მოგცა კეპლერმა მაშინ. აი პროგრამა სტელარი თქვენ ამას იპოვეთ ამ თარიღს შეხედეთ. და დაგიჩნდებათ ეს დებარე. აი ეს ყველაფერი არის თევზების თანავარსკვლავების კონცე თევზების ერთ ნაწილი მეორე ნაწილი შეხედეთ. აქ მზემ შევიშალა თევზებზე მეტად კაშკაშებს და აი ის შეერთება პლანეტებსა და მზესთან ერთად კიდევ ჩასული რაღაცა პლანეტა ერთად არის საფიქსირებული. თევზების თანავარსკვლავებში ესეც რაღაცას გეუბნები გადააყოთ. თევზების სიმბოლიკასთან ძალიან დაკავშირებული არის ყველაფერი ეს. მოდით ამის შემდეგ გადავიდეთ კიდე შემდეგ საფეხურზე აკვალეოჩებდებით ამას მოხდეს საინტერესო საკითხი იყო და რაღაც ინფორმაცია გამოიწვიეს, ხო? და თვალისწინების შევეხოთ მოკლედ და ხაც ერთ როცა ისტორიულ რაღაცას თქვენ შეიძლება თქვენ გასწრებთ აი ესე თვალისწინებელი ყომა რაღაც გამოიწვია და მაგრამ ჩვენ მოდი ასთან ნახოთ, ხო? იგივე თქვენ როცა მე ფარი გაჩვენეთ აქედან რომ ისიც შეიძლება და მეცას ეცემოდა ორი კვირის შემდეგ თვარე წამოვიდა დედამიწის ჭირში გაიგეს. წელს სხვა ხალხთან გამოვიდა აქეთ გაიგეს. მე შევხვით აქეთ ხარეს. როდესაც მე სადაც სტატიას ნახავთ და გაიგეთ რომ აი მე დამეგუბრეთ სის დაბნელება და ორ კვირა შემას ფარის დაბნელება მოყვება, უნდა მოყვეს აუცილებლად ფარის დაბნელება. როცა ისინი ერთ წუთში ახლოს არიან, ჯერ კიდევ სულთენა გამოსული არა თვარე და მეორე ფარის დაბნელებაც უნდა მოხდეს იქ, რომ აი რა თვითონაც უნდა დაბნელდეს. დაბნელებათა წვილი არის ნორმალური მოვლენა. აი იშვიათად როცა ცალკე აღმოჩნდება დაბნელება, მაშინ დავდექეთ და რა მოხდა ამისთან რომ ახლოვარი, რამეგვარვე უპებით რაღაცა ხარ გაგვიწევთ, რომ წვილი არის ძალიან ნორმალური შეფერილობა. არაფერი გაბონაკის ის დაწარმოებს. რო დაგვაშენებდა ხოლმე ორი დაბნელება ორი დაბნელება აუცილებლად ერთად წვილი ასე დაბნელებს. აი
წამოვიდა ისე შემოვიდა დედამიწის შვილს. ეხლა უკვე როგორი სიტუაცია 1000 იგივე არსებობს ცენტრალური შვილია მუქი და გვერდზე არის ნაცისფერი შვილი, იმიტომ რომ მაშინ აღწევს გვერდი რა. აქედან წამოსვლის სხივები ვერ აღწევს, მაგრამ აქედან მოხდების აღწევს. ხო, უნდა შეფერდებული არის. ეხლა წარმოგიდგენთ, თუ არა რომ მოუახლოვდება ამ ნახევარში შევაში, ის არ ვლდება, მაგრამ სიკაშკა შემოიწევს. იმიტომ ნაკლები ზედაპირი ეცემა ის ზედაპირზე და ნაკლებს დაერეთოს. ამ თქვენ ამ დროს დაინახავთ ნაცისფერ თვალს. მაგრამ აი ამაში რომ გადმოვა, ნაცნობრივი დაბნელებული იქნება, შიგნით მოსულიდან დაბნელდება, მე რა გამონაცნობრივი იქნება, აქეთ რომ მოვა, ნაკლები სიკაშკაში იქნება და მე გადაფარდეს. თქვენ თუ ძველ ლიტერატურას ნახავთ, თქვენი გავხმაჩეთ თვალის დაბნელება უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე მზის დაბნელებით ეწერა. ახალ ლიტერატურას გავხმაჩეთ, თითქმის თანაბარი იქნება ორივე. ის არის რომ რახანეს აღარ ნებდება ნახევარ ჩრდილში გავლის დროს, ფაქტ მაინც აღარ ჩანს, ძველი ასტრონომები მას არ მიიჩნევდნენ თვალის დაბნელებას. მაგრამ რახან პრინციპულად მაინც დაბნელება შევიდა და ჩამოვიდა ასე, ხო? პრინციპულად ახალ ასტრონომიაში უკვე ბოლო 30 წელია შეტანილია ეს დაბნელება. ამიტომ ძველ ისტორიულ წყაროებში დაბნელება არასოდეს აღმოიხსენიება მსგავსი და ამიტომ იმ დროს შეიძლება ერთად თქვენთვის და უფრო მეტიც შევსწავლოთ დროსაც ახლობდნენ ამას, რომ არის მე, როდესაც თვალის დაბნელება საერთოდ ის ორი აუცილებელი გათვალა შეიძლება სულ არ იყოს. მაგრამ გარშემო დაბნელებას თუ ჩავთვლით ორი მაინც არის ყოველთვის. განსხვავება რა არის? მე რო გითხარით რომ თვალე გადაგვეყარა და მზის დაბნელება დაიწყო ნაწილობრივ ფაზა 1 საათი იყო, მე რამდენიმე წუთი სულ და მე ისევ 1 საათი ცოტა მეტი ისევ ნაწილობრივი, აქ პროპორცია შეცვლილია. დედამიწა უფრო დიდი ზომისაა ვიდრე თვალი, მისი ჩრდილიც უფრო დიდი გამიერია და პატარა თვალი გაიგებს შიგნით, ამიტომ სრული დაბნელების დროს დიდი ხანი არის, რამდენიმე წუთი კი არა, საათნახევარი შეიძლება იყოს, საათი და საათნახევარი. და საათნახევრიანი ნაწილობრივი დაბნელება, მე საათნახევრიანი სრული და ისევ საათნახევრიანი ნაწილობრივი. აი ესეთი სიტუაცია გვაქვს. ანუ თვალის დაბნელება უფრო დიდ ხანს გრძელდება, უფრო დიდ ხანს შეიძლება დაინახო და უფრო მეტიც სადაც კი ღამეა ყველა ხედავს დაბნელებას. ნახევარი დედამიწა ხედავს, ნახევარი ვერ. როდესაც იქ მესამედი დედამიწა ხედავს ნაწილობრივ დაბნელების დაბნელებას, ნაწილობრივ. სრულ ხომით უმეტეს ძალიან ცოტა ხანს ხედავს. ამიტომაც არის ხოლმე რომ უმრავლესობას თვალის დაბნელება ნანახი გზის არის. ჩვენ როგორც ვიომიმასთან გზის დაბნელების ეცეთი ფილისის მიდამოებში და აქ ჩვენ თავობას ნანახი აქვს გახავდეთ ისე ჩვენ ძველ თავობას ისე მივიოდით რომ გზის დაბნელება ნანახი აქვს. აი ესეთი ფორმა. თვალის დაბნელება ციკლიკური მოვლენაა, მაგრამ არა ისეთი არის დღეს ისიც როგორც პატლამის ღამე დადგა, ეგეთი არის თვალის დაბნელება. უფრო მეტიც თვალის სრული დაბნელების ეს უფრო თვალის ფაზების ცვლილება არის, ნამდვილად ცვლილება ერთად ოპერატორის სწრაფი და სწრაფად ათრიალებს. ცოტა აღშფარებული კი არის ნებობიდაში თვალის დაბნელებას. თვალის სრული დაბნელების დროს ძალიან უცნაურად იქცევა. როდესაც მას მოაყოდება მზის სხივები, რომ მასზე მის ზედაპირზე თვალყო თვითონ არ ანათებს, ის ანათებს მზიდან ძირითადად მზიდან არეგილი სხივები. მაგრამ ასევე დედამიწიდან რომ ესეთი გადადეხილი ატმოსფეროში გადადეხილი სხივები მასზე ეცემა, ის იმასაც ანათებს თვალი. არა ეს გაცილებით ნაკლებია. ამიტომ ჩვენ ჩვეულებრივ გამარებაში თვალს რო უყურებთ, ხედავთ ძირითადად მზიდან არეგილი სხივებს. ზედასაც ასე ჩვენი აღჩანს, ჩვენი მოწითალო ფერისაა. მაგრამ როგორც კი ის ზის აღმოჩნდება, მზიდან მასე სხივები არ მიდის, მაგრამ დედამიწის ატმოსფეროდან მაინც მიდის და თვალის სრული დაბნელების მუქი კი არ არის, მუქი წითელი ფერისაა. ანუ ნაწილობრივ შავ-თეთრი დაბნელების თვალი გადადიხადა წითელი ხდება. წითელში აღმოჩნდება, ანუ თვალი მაინც ჩანს, ოღონდ ცუდია სახედარი. მეტად არ მოგეწონებათ. ხო ესეთი სისხლიანი მუდინგი ვიქას. სისలేదా თვალე ჩვეულებრივი მოვლენაა, სრული დაბნელება თუ არის, დაბნელება უნდა იყოს აუცილებლად სისხლიანი წითელი. ჩვეულებრივი მოვლენა. აქ ვართ რუკები როგორ მოიცემა. ამ ადგილებიდან ის დაბნელება სულ გაჩანდა, აი მუქიდაც აიქიდან არ ჩანდა, მაგრამ აი ის პერიოდაც იქ ჩანდა ანამოსის საჩასვლის დროს რაღაცა პერიოდი. ანუ გამოდის რომ ნახევარ დედამიწაზე უფრო მეტმა დაბნელება დაინახა. ნაკლებმა ვერ. თვალის რუკები ცოტა ცუდია. ეს არის ფოტოპოლაში, შავ-თეთრი, წითელი, ვერ ესე შავ-თეთრი. თან ჩქარავი დასწრებს ადგილზე და სურათები დავაგებთ. აი კარგი ანიმაციაა ფოტოშოპში, შევიდა გაცის და გამოვიდა, ნუ კი არ შეცვლათ, მაგრამ ის ფერი რაც დახტა, დედამიწის ფერი ის მიიღო. ეს არის ისტორიული თვალის დაბნელება კონსტატირებული დაცემასთან დაკავშირებით. იცით,
უფროსზე მეტი იცავდნენ, აი შეუძლებელი ჰქონდათ რომ კონსტანტინოპოლის იცავდნენ მაინც. და რაღაც მონარქის მაღალი ჰქონდათ და 100,000-ზე მეტი ჯარისკაცი უწევდა 4,500 კაცი იცავდა ახლა ქალაქს. და 22 მაისს 1440 წელს 22 მაისს მოხდა თვარის დაბნელება. და თვარი საერთოდ ითვლებოდა დაბნელების შემდეგ ცუდი ამბები ხდება. და მორალი დაეცა, კაი, ყველები თვითონ ყველაფერს მაინც ვერაფერს ვერ იზამ და ცუდი ამბები ხდება და ერთპირაში დაკარგეს. მე შევაწერე გამოვაცალეს. მე და ბევრს უგორი იყო დაბნელება. და დასაბამი ხო? ამ დაბნელება ჩვენ რო ისაიღებდა ქალაქს და აი მოგიწევს. ანუ რომელი ფენა შეხედავთ, ახლა ადამიანს უნდა ვაბრალოთ, რეალურად რესურსი არ ქონდათ ქალაქის დაცვის ერთია და მორალურად დაეცა ეს მეორე კიდე ამ ხო ზედმეტად შეშინების გამო ამაზე მაღალმოქმედი ეს როგორი ადამიანებია თუმცა მათ არ ყოფილა ეს ასე გაჯერებული ხალხი იყო ძიმს იცავდა. აი ეს არის ითვლება კონსტანტინოპოლის დაცემის აღნიშნული დაბნელება თეთრქვით ადამიანთან. დააკავშირებს უბრალოდ ეს პარამეტრი. აი ეს არის უფრო მნიშვნელოვანი დაბნელება და ძალიან ისეთი აჟურულად კარგად გამოყენებული. კოლუმბიც ხო ძალიან პროგრესულად მოაზროვნე და ადამიანი იყო კარგი ორგანიზატორი იყო და ჯერ იზაბელა ხო მაშინ იზაბელა კასტილის ხო ჯერ რომ გავიდოდა იქიდან და ჯერ რომ ამასო გვარი იყო და დამცა აუცილებლად იქიდან მივიდოდა სწორი იყო ხო მისი მოსაზრებები აი ცოდავი გასასვლელი არის კომანდანტის ხო და სამჯერ რომ რეგულაცია შედეგს მეოთხეჯერაც ეხვეწა კიდე ამიშვი და ბოლო შანსი იყო რომ ძალიან ხო და როგორც კიდე შედეგი მოიტანა თორე ნათორფი შედეგი კარია და კიდე აი ბოლოს კიდე ძალიან კარგად შეიარაღებული ცოდით და ქონდა უახლოესი ცხრილები პლანეტების მოძრაობის ვარის ფაზების და მათ შორის იყო ასევე თვალის დაბნელება იმ პერიოდში. თქვენ თუ ახსოვთ მეოთხე დაბნელება კარიბის ზღვაში მიედინებოდა სულ რომ გორმე გაჭრეს და მესამე გავიდა და როცა ყველაფერი დაუმთავრდა დაგაჭირებული რომ მე დავუდა ჩაყარდა მაგრამ ამ დაბრუნებას შეუწყოდა საქმის და სასმელის დაცვა საერთოდ ანუ შიმშილი ციფრი და სპორული ციფრი და გადავიდა ერთ კუნძულზე იამაიკის მიდამოებში შეიძლება იამაიკაზე არ ვიცი და იქ თქვა რომ შემოსებინე თუ რაღაცა და ისინი დაემუქრებდა და ეს დაინახეს მაშინ რომ თქვა ეხლა ამოხოცა ყველას თუ არ ახალ გერცო ერთი ახლა ისადა სიკრეტს ამაც და ნუ მოვტვირა და მოვთხრა თქვენ ცუდად იქცევთ მე ხო ფარს საკარგებთ და დაიწყო თავი დაბნელება და ეს გრავიურა ზუსტად ეგ არის კოლუმბია და იგი ყოველი დამპოვილი მე ვარ მეტად ჩათვალეს და ამ პრობლემ ვაჭრობას და რომ გადასვლაზე ხო ლაპარაკი სულ საჩქაროდ ავტანეს ყველაფერი და ოფსეს სულ ყველაფერი და თქვენ აი ეს მომენტი ჩამოვიდა ესე იგი არა ამდენი წამოვიდა და აი ეს წვეთილად რომ მოდის უცუდად არის აი მე იამაიკა არის ზუსტად მონიშნული არ ვიცი რომ კონკრეტულად ეს ამბავი რასაც შეივსო და მე შეძლო ეს პაეტისგან და ხალხი გადაარჩინა ისტორია ჩამოიტანა თვითონ ინახავდა მაგრამ სინამდვილეში დიდი მოგება აკეთა ხალხის გადარჩენისა და დიდი წოდით აი აქ იყო ზუსტად ის შეფრა როდესაც ცოდნენ კარგად გამოიყენა და კაი შედეგი მიიღო განსხვავებით ეგვიპტის შეფრების აი კოლუმბიის დაბნელება ესე კარგად აღწერილი ნახეთ აი აქ არის კარიბის ზღვაში სრულად იყო და აი როგორია ჩამოიარა და კაცეცნავდიან გამოვიდეს ან მთელი ყველაფერს აყურებია რა ამის სისხლით დააყურებინოთ თვალს ამის გარდა არსებობს მოულოდნელად პოლიტიცით ყველა ეს ვარსკვლავები უცბად ერთი ვარსკვლავი გადიდ და უყურებთ ხალხს შეშინებული უყურებს ახლა ამ ადამიანს და მე დაბატარო რამდენიმე ჩადა მე საერთოდ გაკრა აღწევს ეს არის ამიტომაც უწოდეს ახალი ვარსკვლავი ახალი გამოჩნდა და ჩაიწერეს ისტორიაში ერთი ორი სამი ესეთ შემთხვევა მაგრამ თუ დაინახეს რომ ძალიან კაშკაშა იყო მაშინ რაღაცა ზე ახალი სინამდვილეში ისტორიულად ქვია ასე თორე ეს ნიშნავს რომ ვარსკვლავი მოვდა უკვე და მოლაპეთქება ხონდა ან ზე ახალი კი არა ყველაზე უფრო მოხუცი ვარსკვლავია რა მე ისიც აღარბელა ასე ხო გადაწყვეტილი ვარსკვლავი მაგრამ თითია საინტერესო ისტორიაში ფიქსირდება ხოლმე სამწება და მე რაღაცა მიეწერება ამას ხო ამბობ და მისი ნარჩენები მე დაფეთქების შემდეგ პრობლემები გამოდის აი ესეთი ისტორიების სახით და პლანეტარული ისტორიების უცებ აი ნახეთ აი დაფეთქების შემდეგ ცენტრალური მუშაობა და გადათვალიერება ამის ანიმაცია მოცემული ესე იგი ნაცნობდება ფიშლებს ელემენტარული ზალა შეგიძლიათ ატომები ისტორია გამოწყალდა ეს აღებების და რამდენიმე ძიმე ელემენტის ნაწილები აი უბრალოდ კაია და შიქსი შეგეთ ესე თუ ვერ გვაქვს მაშინ სასეგე ჩვენებად და თუ ცენტრიდან უყურებთ ეს სექტრაში ეს და მაშინ ხედავთ რომ პუბლიკივით არის მაგრამ ჩერდება რომ დაიშალოს
აფეთქება სწრაფია. საკმაოდ თვითონ აფეთქება რომ დაიწყება, უკვე რამდენიმე ათეული წელიწადი უცბად იშლება, მაგრამ მერე საუკუნეების განმავლობაში ფართოვდება და იშლება და 5 საუკუნის განმავლობაში კიდე პოულობ, მაგრამ 10 საუკუნის შემდეგ ნახულობ შეიძლება ის სიკაშვილები იყოს რა არის. თუმცა 1054 წლის აფეთქება რო იყო გიორგჭალას თანავარსკვლავედში ის ნისლეული დაგაჩნდა. ანუ ეს გავიდა უკვე ჩანს კარგაჩნს. საქმე რაში არის აი ისეთი მომენტი რომ აი ეგ საქართველოს ისტორიაში არის ჩანაწერი თუსაც ახალგაზრდული გადასულია უკვე დოდათული ეს წერალი იყო რამდენიმე წელი გადაეცვალა და მას ჰქონდა იდეა რომ როდესაც აბოთვილები აწამეს იმის შემდეგ რომ რაღაც აერთო და რამდენიმე დღე ჩანდა ეს ახალგაზრდობის ათენდარში თანაც აქ როგორი სურათია აბოთვილების წამება ზუსტად არის ცნობილი ეს არის 1986 წლის იანვრის დასაწყისი თავია ცნობილია კონკრეტულად რომ მეთარებზე აწამეს და მერე რომ დაწვეს და ჩახარეს ეს ისინათი ვარში და ანათებდა სული და ამის გარდა რომ რაღაც ვარსკვლავი გამოჩნდა და მეც 2-3 საათის განმავლობაში ჩანდა და ჩადიოდა და ასე დღეების განმავლობაში ანუ ერთ ადგილას რაღაცა იყავსებული და ჩამოდიოდა და გამორბოლისას ხო ამაზე ნოდაცოლესიანა თქო ალბათ ეს იყო ახალგაზრდობისას ერთი მსწავლო მქონდა მაგის გარკვევის და დაახლოებით რომელი ადგილი და კატალოგებში რო გულობ ძალიან გაფანტულია იმ დროიდები აფეთქება რომ და იყოს იმის გულები არჩევს და ძალიან დიდი ხანი 14 საუკუნე გასული და ძნელი საყოველია თუმცა თუ მაინც ის მაგაზე უშუალოდ რაღაც გაკეთება იყო თვითონ აინტერესებს მე ჯერ არ მომიახავს ასტრონომიის ბოლოს წლებში 10 წელი მეტი უკვე რომელსაც თუ ისტორია აინტერესებს ასტრონომია აინტერესებს თუ ასტრონომია აინტერესებს ისტორიის ვერიტას და ახლა კონცეპტი გავუნება აი აკაკანით ის და აგენტი სამსო დაზეზე იმუშაობს და კატალოგები იპოვოს და ამოიღოს ამიტომ მე თვითონ ახალგაზრდობებზე არ აღებჩერდი აქ არანაირად და კომენტებზე არის 1000 ისტორიები ცნობილი კომენტის გამოჩენა ვაიმედე და ცუდათაა საქმე მეფე მოხდება იმას აღარ დაემართება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ უდიანი ვარსკვლავი ხო ოდის უდი ჩანს აგერე გადაადგილებული ვარსკვლავების მიმართ აქ არის როგორ აღმოაჩენენ კომენტას აქ ხედავთ კომენტა მოდის და ზემარჯვენა მხრიდან დაიცოდეთ იქიდან მზიდან ამოხსენ მივიდებათ ჩანს თუ აღებდებით და ჩანს ამას მომენტში კუდი წყდება კომენტის კუდი მოწყდება და თვითონ კუდი დავარცხნილია მზის საწინააღმდეგო მხარეს ან მზე თავის მზის ქარით აიძულებს კომენტის კუდს რომ მეორე მხარეს იყოს აი როგორც ახლა დიდი თქმით რომ კარგი მოგაიგებს და კარგი გავლენაზე ერთად წამოწევს ხო მეორე მხარეს აი ეს არის ახაც ზუსტად სურათი აი ეს მომენტი აი ნახეთ კომენტის კუდის მოწყვეტა საერთოდ კომენტის კუდი არ აქვს მარტივი არის სივრცეში და როცა უახლოვდება მზეს მაშინ თვითონ თბება ღვება და შიგნიდან გამოდის ნაწილაკებიც გადაეწყობს უფრო კუდის სახით ამავე დროს მზის სიახლოვეში ინტერვაც მეტია და იქიდან თითქოს რაღაცა და კუდი უფრო დიდი ხდება მაგრამ როგორც კი გავა და გაგრიზდება ცოტა მოშორდება ეს მოწყდება ეს მოწყობის მომენტი ეს არის შუასვან მახმარის მომენტის კუდის მოწყობა გადაღებული რამდენიც რო წავრდები ძინავდა კლავიში და ხედავთ კომენტები და ისტორია ის ქართული ისტორიის ცხოვრების 7 კომენტა მოგვიყვება ნახი ხალხი ის კომენტა ნაწილებში არსად არის მაგრამ ლიხნის ტაძრის ფესტაზე არის ახალგაზრდებში დახატული და პოსტა ნამდვილად ხალხი ის კომენტა წელიწადის საშენების დროს ყველა გადაიწვევა მაგრამ ამ დროს მოხდა იქიდან დახურებების მიერ დაიწყეს დახურება 1000 გადავიდა ზუსტად მაგაზე და დაიხურება და ეს შეიძლება ეს კომენტა გუდიანი და გასწორებული იყო ამისთვის გადასაღები იყო მოხდა დინასტია აი საქართველოს ისტორია 1753 წლის კომენტაა ძალიან საინტერესო. ამ დროს უკვე საუკუნეზე მეტია კავკახეთში მეფობარი გაუქმდა. და ნადირ-შაჰ-ინდას მოყოლი არის თეიმურაზ მეორე რეჟიმში. რომ მოგვიეს ეუბნება აი წადით და ახაშენ კაფეში შეგახეთ. და ამას ანუ კომენტის გამოჩენა 1753 წელს აღმოსავლეთ საქართველოში უკვე ძალიან კარგი დადებითი მომენტი. თემადამეს დადებითი მომენტი. თუმცა ევროპულ წარებში არის ერთ-ერთი გერმანელი რომის
რომის იმპერიის ხალხები, ну მას შეყვეს წმინდა რომის იმპერია იყო, ხო? ამ დროს რომელზეც აკამკალებდა ყველას მის თანახმად, სულად დებოდნენ ვაიმე და რამე არ მოხდეს, ხო? ამ დროს შიში ხდება რა, დაინახეს ყველაფერი, ვაიმე კომენტა გამოჩნდა, რაღაცა დამემართება და წავიდა განდიგილად დადგაებაში. მოუხობოში დაიმალა და შიში თქო. ასე რომ მისი დანახვაზე შეფსე შინოდა და თვითონ კომენტარ დაინახა შიში თქო. ანუ მისი არჩევა იმედა გადაწყვეტა. მე მეგონა სუპერდი ყავარსა და ეს ისტორია უნდა ეს არა ფრიდრიხი ის არა მაგის არა ის დაასახელეს საზაროე ის. საერთოდ რაღაცა მეხუთე საუკუნის ძველი წარდაფიცვით. ეს არის კომენტარ დაინახეს და მიწის რომ მოხდა ამას მიდა უკავშირის და ამ თორემ მიწის დაფეგაში და მაგრამ აი ეს ისტორიულად ესე არცერდე ანცებში. და არის ძალიან საინტერესო და ჭკუის სასწავლებელი კომენტა დაახლოებით 40 წელი ახალი წელთაღრიცხვის ნეირონის კომენტა. და გამოჩნდა კომენტა ნეირონის შეშინდა, იმიტომ რომ ზოგადად ცოდნით ეს არის რომ იმპერატორის თავზე გადაიმეორებს ყველაფერი რა. თავს დაკარგავს იმპერატორს. დაახლოებით ეგ არის სიუჟეტი ისიც. შეშინდა და დაწერა წერილი და გააგზავნა ალექსანდრიაში იკოს სკოლაში სახელი არ ამოსოს და არც არის გასაცდელი ასტროლოგის, რომელსაც მიწებრაბად მართლა ჩვენს სიკვდილს ნიშნავს, ხო? იმან დაამშვიდა. არაგად მაგას ამნიშნავს რა. ეს ნიშნავს რომ შეიძლება კილომეტრის თავზე გადაიდოსო, შეიძლება გამოჩენილი ადამიანის თავზე გადაიდოსო. ეს მიწება დაამშვიდა. ამას გაუხარდა და შექმნილები ყავდა. დაჭირა არც გაუსამართლებელი 20 კაცი დასაც შეგვიძლია მაშინ. აი ეს იყო რომელსაც ანუ სანამ რამეს ითქვა, დაფიქრე, როცა გიჯერებდა შეიძლება ცოტა შეფიქრის მიაღო. ანუ ეს მაგალითად მოიყვანე ნეირონის იყო. კარგად ვიცით, მაგრამ ის რომ ასტროლოგია არა ასტროლოგია იყო ესე. ვის პასუხს უნდა იცოდეთ, ვის აწუწებს. აი ეს არის შემთხვევა, რა შეიძლება მოგვეს კომენტის გამოჩენას ან აღმოსვლას. ეს არის შუმეკერების კომენტა, რომელსაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო ზოგიერთ შემთხვევაში კიდეც 90-იან წლების დასაწყისში, 90-იან წელს. მოდის კომენტარი ეცემა დედამიწას დაფარვის და ვაფშე. მე მახსოვს აი მომენტი. თქვენ ნახოთ მზის სისტემის სურათს და ხედავს. მაგას ხო? აი როგორ არის იცით? მზე ჩამწვიდი, მე ეკურია. მე და დედამიწა მასი საჩოდავაც შეფიშკო. და ზემოდან ადგას ახლა იპიტერ. და ახლა მიდე გაუვარია მიდეს როგორც. მიაღწია, ამას ვაკითხავ იქამდე და ახლა იმის კიდე საფრთხეა დაშავებაზე და აი როგორ არის იცით რომ აბა შანსი არა აქვს რა რომ ამერიკა გარდა გეიმები მოდიოდეს ამას შეშავ ყველას ვიპიტერს სარტელის კვასტერი ასტროლოგიის საწეცაა მოკეთ არაფერი არ გვაქვს საერთოდ ჩუმეკელის კომენტა გადაყლაპა ვიპიტერ აი ეს არის სისტემა აი დააკვირდით მარჯვენა მხრიდან არის ეს ვიპიტერის ნახევარი გადაწყვეტილი ყველა დაგაჩვენეს სტუდია და კომენტა რომ მივახო დაშალა კომენტა და ახლა 9 თვე კომენტად და ცალსაკი გადაყლაპა სოფად გრავიტაციული ზემოქმედებით დაშალა რა მხოლოდ გოლიათია და ჩაყლაპა სხვადასხვა რამოდენიმე თვის განმავლობაში იქ რაღაცა ხდებოდა კატასტროფა იმის გავლენა თქონდა კიდევ მაგრამ ჩვენ არაფერი არ გვსურია ეს არის ვიპიტერი ეს მეორე ანიმაცია ვიპიტერის დაფინანსების კიდევ რა არის რა გასულს ქვევილოდები მეტეორები რომ მიტოვებცემათავს აი შემოვიდა აი თოი კოსმოსში და შემოსვლაზე ატმოსფეროში გახდა და აკეთებდა ხო ეს სურათები არის თქვენ ამ სურათებს ხშირად ხედავთ რა პატარა შემოვიდა და აუ ეხლა ჩვენ მოვასწრო შევიქრე 100 მოვასწრო მოსაწრო ჩიქერება ეს ხო უცხოეთის თუ დიდი ზომის არის ის კითხავს ამოვა 10-ია და მე დაეცემა იმას საერთოდ ბოლივი ქვია როცა ეცემა და აგერ არის ერთი მაგალითია ჩამოვარდნილი მეტეორიტის ბოლივი რომელიც აკეთდება თან მოვლენ რომ ბოლივი ცუდა თუმცა მეტეორიტის სახეობა მეტეორიტი აი ეს აცემული მეტეორიტი ეს რაღაც 8 სანტიმეტრისა მეტია როგორც ახლოდან არის გადადგმული არ გიგონებთ წერილები მაგრამ დიდი მეტეორული კრატერები დედამიწაზე არსებობს აი არიზონას დიდი მეტეორული კრატერი ერთი არის აფრიკაში კიდე ის უდაბნოში გვიანი უდაბნო საფრანგეთის მიდამოებში ნამიბიაში და მოგეთ სამი ცალი ასეთი მეტეორული კრატერი შემორჩენილი ანტარქტიდის გარდა ანტარქტიდაზე 13 წელი. სულ 16 წელი ასეთი დიდი კრატერი, რომელიც არის აშკარად დიდი მეტეორების ან ასტეროიდის დაცემის შედეგი. და დანარჩენები გამხდარია რატომ? ჩვენ არის ეს ამბები თერდი და ეს წაიშალა და მე დაგვეცადავს ამარჩევს. ახლა კვალიფიკაცია და პრობლემები იქით იმას ძალიან დიდი
ზომის იქნებოდა თუ ეგ არ არის აუცილებელი? საკმაოდ დიდი ზომის იქნებოდა, თუმცა რო ეცემა იმაზე გაცილებით რითმას აკეთებს დათმოთ. იშლება? დაუწყოს პროცესი. მე შემიძლია გაჩვენოთ მე ამის გაცემა როგორ ხდება და როგორ ფორმას იღებს ამ დათმობაზე მექანიზმები და შუაში მოგწოდებს სახეს. ეს მოჯულური რაღაცა როგორ გადადის რა. მაგრამ აი ეს არის აქ შენახული და ისინი იმულმა შეინახა. ანუ ეს შეინახა ქვიან მოვდაბლოება, სადაც წვიმა და გარი არ არის შეინახა, ამიტომ არაფერი არ მოხდა. ეროზია ისე არ მოხდა. და იმულმა შეინახა ეროზია იმათი იმულა. ისე დათვალიერება შეიძლება მშვენივრად, რომ ასეთი კრატერები არის, მას თითოეული მაგალითი არის რამოდენიმე ათეული მილიონი წლის და უფრო გვიანი ისეთი დიდი ხნის. იმიტომ ასეთი დიდი ზომის უზოგულოდ მოფრენა სხეული თუ არა. თუ ეს უზოგულოდ არ დავინახეთ, ის ამ პატარა და მოვიჩვენოთ ხოლმე გვერდს. და ასეთი დიდი ზომის უკვე დაჯერებული არის. მაგრამ თვითონ ასტეროიდები, რომლებიც კარგად ასწორდნენ, მეტალური სხეულებია საკუთარ თუ მაგიტომ რომ მათ ვერ ხედავ, საერთოდ მოდიან სტაბილიზებენ. ასტეროიდები ყველა ცნობილია, მათი დაერთვები ცნობილია და საერთოდ გადაგება არ არის. ასე რომ შეუძლიათ შეიძლება იმოქმედოს რეალურად და შეგვიძლია ისტორია შეგვიძლია საერთოდ ფორმატზე. ხო? აი ასტეროიდები ყველა საფრთხე ობიექტები, თუმცა დიდები არის სხვათან შედარებით. ასტეროიდები ეს არის სხეულები, რომლებიც პლანეტებამდე ვერ ჩამოყალიბდა იმდენი მასა ვერ მოაგროვა, რომ გვარი მომხდარიყო და რაც შეძლო ეს. და შეჯახების შემთხვევაში ახლოსაც ვერ მოვა ვერავითარ წყალბადის ბომბა იმისთან დახმა შეიძლება მოვაყენოს ჭიშკარისა და მასისგან, მათი ნაპრალისგან. ყველაზე დიდი ასტეროიდი წერება. დაახლოებით სამჯერ უფრო შორსაა ჩვენგან ვიდრე ჩვენ სამჯერ უფრო შორსაა მზიდა ვიდრე ჩვენ. 2.7 მეტრი, 2.8 ასტრონომიული ერთობისგან მზიდან დაშვებული. მარსი იქით არის, იუპიტერამდე. ზომით ასეთი პატარა არის თვალესთან შედარებით, მაგრამ ძალიან დიდია, მაინც ეს არის 1000 კილომეტრი. 1000 კილომეტრი არა, 100 კილომეტრიანი, 1 კილომეტრიანი და დავეცეს იმაშია პრობლემა. მასა პატარა. სიმკვრივე მას პატარა აქვს, იმიტომ რომ შეიქმნა ძალიან და რაც ჩამოყალიბდა, მას ფორმა მიიღებს ესეთი. იუპიტერსა და მას შორის არის დაახლოებით 700,000 ასტეროიდი და მათი საერთო ჯამი, 700,000 ასტეროიდის საერთო ჯამი არის თვალის მასის 4%. თვალის 25-ია 700,000 ცალკე. ასე რომ იქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ იქ იყო პლანეტა და ის და ის, არაფერზე არ არის ლაპარაკი, იქ არაფერი პლანეტა არ ყოფილა. იქ ვერაფერი ვერ ჩამოყალიბდა უმრავლეს შეჯამა იქ იუპიტერმა და გაფანტა კიდე ნაწილი. ნაწილი თვითონ გადაყოლდა, ნაწილი გაფანტა, ნაწილი დარჩა ასე გამოგენებული. აპირებდნენ რაღაცას, მაგრამ იუპიტერმა და არა. ასტეროიდების საფრთხე იყო. მოდი გადავიდეთ ჩემზე. როგორ? ეციდან კომეტის გამოჩენა არის როგორი მომენტი, რომ ვიცი. ეს არის პატარა თვითონ სიმკვრივე ნაკლები აქვს და ძის სიახლოვეში ჩანს მაგრამ ან ჩვენ რომ მოგეთხოვდება მას შორს როცა არის პატარა. და მოახლოების დროს კულტის სიგრძე შეიძლება გახდეს 100, 150 მილიონი კილომეტრი. ანუ რაც ჩვენ განძილებს იდან და მიწალდი იქ ხელა კუდი შეიძლება კონდეს კომეტას და ამას მასა პატარა. პირდაპირ კომეტის დატაკება მასის თვალსაზრისით ხეთაც არ წარმოადგენს. ბიოლოგიური თვალსაზრისით ხეთათია, იმიტომ რომ მასში ჩაკირული ატმოსფერა აკრო გადანეს და გაცოცხლდეს ის ბაქტერიები, რომ შეიძლება ჩვენთვის იყოს საშინელი პანდემია. ახლა ტემპერატურაში მაინც ეს ბაქტერიები არა, ეს ტემპერატურა დაბალია. დაბალია. კოსმოსის ტემპერატურა ირჩევა. მოდი, ეს არის ასტეროიდები. კლეოპატრა, ისე ძვალია ხო? აგერ ზომები მათი არის რაღაცა. მოცემული ეს არის ასტეროიდების აღმოჩენის ისტორია, რაღაც წლამდე არ ვიცით. 2014 წლამდე ახალ ფერებში მოცემული უბრალოდ ზიდან აგერ პლანეტები ტრიალებს და აგერ პირველი ასტეროიდები კიდე ასტეროიდები. ეს მარსი. ანუ ჩვენ მასსა და ჩვენ შორისაც ასტეროიდები მარსის იქით გაცილებით. აი ამ ვიდეოზე არის 2014 წლამდე სხვადასხვა ვიდეოები ვიდეოს ხოლმე 600,000-მდე ასტეროიდი ეხლა უკვე 700,000. კარგი, შემდეგი. ეს არის კიდევ არის რაღაც ობიექტები, რომლებიც ჩვენ არ გვეხება ტრანსპერტული პლანეტები, რომელშიც გადაიყვანეს პლუტონი. არის ერის ყველაზე დიდი ობიექტი და არის კიდევ რამოდენიმე მათ აღმოჩენამ ჩამოავედო პლუტონი პლანეტები.
გამოვიდნენ და გააღვიძა რეალურად, რომ პლუტონს არ ყოველდღიურად პლანეტას და ამბობს ისინი რატომ არა პლანეტები, მოდი პლუტონის იყოს ჯუჯა პლანეტა და დაისწროს. და თან დააბრალეს რომ შენ პლუტონი ცუდად იქცევი, აღმოჩნდა ოქროს და შენს ორბიტაზე ვიღაცები დათარეშობენ და დათარეშობს ალბათ 5-10 საიდანოს. ესე იგი ვიმიტაც აი ესე და იმდანოს, ხო? ირონია წერია თანამს. ხირონი ქვია თანამზეს. ეს ხირონის აღმოჩენაც კარგი ისტორია და პლუტონი როდესაც არ დაიბეჭდა კარგად წერტილის სახით ჩანდა ტელესკოპებში. აკვირდებოდა მის გადაადგილებას და კაინტრალი გასწრით და სწორს გასწრებით. და დაუთვალეს მაშინ რომ მისი მეოთხედი მასის ობიექტი ყავს უფრო პატარა გვერდზე და ის დაიძულებს რომ 100%-ის გაშოვა იმოწმოთ და ჩვენ პლუტონს ესეც. და ეს გამოთვლები 1578-79 წელს დადო ინფორმაციას რონაგილაძე, ქართველმა ასტრონომმა და 79 წელს იპოვეს. და არის ის პირველი წიგნი გამოვიდა წერია რომ გილაძეს სხვათა შორის, როგორც კი პლუტონის ზედაპირის კარტოგრაფია მოხდა, ახლა გადაგდომა სურათები, ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს გილაძის სახელი. როგორც ცდილების ანუ ასტროლოგებმა მოიაზრეს მე. ასტრონომი. მანამდე რა იყო მარსი ხო მარტო ასტროლოგიაში. ეგ სხვა ასტროლოგიურად თეორიით რაღაცები არის მოსალოდნელი და იმ მოსალოდნელს მე აღმოჩენ ავსებს. ვიყო ჩაკითხვა, აი ეს ის არის, ეს ის არის. პლუტონის ევოლუციური დიდი ხანია და პლუტონს რაღაცები ეწერება ასტროლოგიაში ნამდვილად. როგორც ნედასახსნელია მასის თვალსაზრისით, და დაახატარა მასა. მაგრამ გავლენის თვალსაზრისით თანათან მიუხედავად პარაფსიქოლოგიის სკოლის ასტროლოგიის კურსში პლუტონი არ არის მოხსენებული. წერია პლუტონზე ჯერ არ გასულა 250 წელიწადზე დავახვიდეთ ყველა შემთხვევას, ამიტომ ჩვენ დიდი საკითხით კარგად შესწავლით. არ გვაქვს პლუტონს არ იყენებთ. და პლუტონის გარეშე ყველაფერი ახსნება, მაგრამ მაგალითად ასტროლოგიაში ინტერპრეტაცია პლუტონის გარეშე ვერ წარმოგვიდგება. იმდენად მნიშვნელოვანი შედეგები აქვს ყველას. და მართლა ძალიან კარგ რაღაცებს ხსნის, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური ელემენტებს, რომელიც ათათეხის სასახთან არის რომელიც ის მიდამოებში პლუტონის ხსნის ფანტასტიკური არის. ვერცერთი სხვა მაჩვენებელი პლუტონის კარგად არის. ასე რომ არის რაღაცა გაუგებრარი ასტრონომიისთვის, მაგრამ ასტროლოგიაში ეს არსებობს. პლუტონის ადგილი თავიდან იყო გამოყოფილი, უფრო მეტიც კიდე ელოდებენ ერთი პლანეტას სხვადასხვა და სრულმალი და ახლა ეს გამოჩნდება, ახლა ეს ამას არ მოაჩენეთ, თუმცა ეს არის მოლოდინი, უბრალოდ ზოგიერთ ასტროლოგიის სკოლაში არის მითითება, რომ აი იქნება რაღაც თვითონ საფასარგებლო არის აღმოჩენილი. ამდენად სწორია ვერგეთებს პლუტონი ამართლებს, მაგრამ სხვა რამე დიდად არ ამართლებს. მოდით. პლანეტა აღმოჩენს ზეზე უფრო მეტი სიკაშკაშით განაცემა. ეგზოპლანეტას არ გვაქვს? მე მგონი ხო. ხო. შეიძლება არის რაღაცები, რომელიც კაშკაშებს ზარდიან, იმიტომ რომ გაჩნია რომ მეგროსკოპისგან გაშემოვა ასაირეკლოს და თვითონ არების უნდა გამდენია. აი თავგადად თვარი აირეკლოს 40%. სხვა იმას ყველა 85% არეკლოს. ხო, ამის საკისებული თუ არის და თან კაშკაშოვასკოპისგან მინებსია, ეს შეიძლება იყოს დედამიწაზე უფრო ეს არის უფრო კაშკაში. შეიძლება. მე ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ შეიძლება. აი ამ ასტეროიდებზე არ გავჩერდით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდება, იმიტომ რომ ასტეროიდს მოკავშირე პლანეტები და ასტეროიდები, მათ შორის არის ერთ-ერთი, რომელიც ნაწილობრივ გამოიყენება ასტრონომიაში, ეს არის ხირონი. ხირონი როგორც კავშირი, უხილავს და ხილოს შორის გასაღები და მისი აღნიშვნა ზუსტად ესეთია. ესეთი კვალი და გასაღებია რა, ზუსტად რომ მოხდეს გადააწყვეტა გასაღები. და მისი ორბიტა არის იუპიტერის და სატურნის ორბიტებს შორის. ასტროლოგიაში გამოიყენება. არა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ჩემი როგებრო და ხუთი ხატია. თუმცა მოყოლის დროს იშვიათად ვიყავ. საქმე იმაშია, ასტროლოგიც ენიჭება რაღაც გარკვეული როლი, როგორ გამოიყენება ასტროლოგიის კარგად შეძლებ თუ ვერა თუ ძლიერი ხირონია რაღაცის საშუალება გაქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავარი მომენტი ჩემთვის მანდ არის ის, რომ ხილულიდან უხილავში გადასვლა იუპიტერის სატურნის ჩანს და სატურნის ურანებს უნდა უფრო თვალს არ აღიხილო. ჩვენ ვიცით რომ არის და მათი გავლენაც ვიცით და აღმოჩენილი გვაქვს და ვიყენებთ იმის, ხო? ფსიქოლოგიურად მომზადება იმის რომ შენ როდის გადახვალ სატურნის ეტაპიდან ურანის ეტაპზე ეს არის რასაც კი შენ სწორად გაიგებ შესრულებს ან რაღაც იცი და ეს ჩარჩოები არსებობს გაიგებ დროულად კარგად გაივლი ამას მაშინ შენ უკვე ახერხებ აქედან დაძგებ. გაყვიდე და უკვე თავშეფრება მიიღო. ერთ-ერთ სკოლაში ის არის
კუბერების სკოლა, შვეიცარიელების სოფლად კუბერები იყვნენ, რომლებმაც ეს კარგი მაგალითი მოიყვანეს. წარმოიდგინეთ ბოთლი, ადამიანი ბოთლში ზის ჯინივით არის, ვერ გამოდის იქიდან და აი ბოთლის თავში უზის საფრთხე. ეს უყურებს აქ. აი ბოთლს გვაქვს ისე ვიწრო, აი ზის. კიდურა. და თუ იონდება ეს გაკეთეს, თუ ამას პროგულად მეგებულობს ადამიანი კარგად აკეთებს, ვითარდება კარგად და იმსახურებს ბოთლის იმაში. ყველა და მე თავში გლებას ეფებს, აი ჯინივით არის. და უკვე უღარ. აი განთავისუფლების მოდი აქ ასწერებთ რა, ასტროლოგიურ პროცესზე. აი თუ ამ ნახალზე გადავიდეთ, მაშინ პირველი მათ შორის უნდა იჭდეს პირდაპირ, უნდა ამბობთ, აი მოდი ხარ, აბა თან გადაატრიალებ, თუ შეგიძლიათ თუ ხალხად შუალებრივი შემოწმებას აკეთებ ეს პირველი. სინამდვილეში რომ თან ეხმარება იმისთვის, რომ გადავიდეს ერთთან მეორე. წარმოიდგინეთ, რომ მოდის და თან დაზეთვას აკეთებს, რა გასულ ცოტა რომ მისცეს საშუალება რა ვიღაც დაიარეს. და ვიცი ახლა მანდ ასტროლოგიებზე რა ხარ ილაპარაკეთ იმიტომ რომ ხილვანის, სწორედ თვითონ ზომით ან რაიმე მნიშვნელობით ხილვანის ასტრონომიურად არანაირად გამორჩეული არ არის, რომ მისი პროფილები და კარგად ცნობილია და ყველა ასტროლოგიური თემებზე შედის. აი ეს ელენსა შეჭერს ფოტოშოპის ერისიც და ის რაც იყო ის 8 წელი გამოწევი, მაგრამ ასტროლოგიაში მას შინასი არ აქვს დადებული და რა არსებობს ჩვენთვის კიდევ მნიშვნელოვანი ასტეროიდები, ეს არის დედამიწის ახლოს ასტეროიდები, რომ განმოგვეცენ აქ ჩვენთან, ხო? აი არის მეორე ტიპის ათენის ტიპის, არის გარშემორტყმული და შიგნითობანი. ეს ორი გარშემო და რომელიც სულ გარეთ არიან და სულ შიგნით არიან, დედამიწის ორბიტას და მატერიალობებთან არ არის და ჩვენ დაჯერებას ხებათ მათთან არ აქვს. ხო? კატასტროფის თვალსაზრისით. აპოლოს ათენის ტიპის ასტეროიდებში სულ ყველას მონაცემი ზუსტად არის შესწავლილი და ცნობილია რომელი მათგანი როდის უახლოვდება დედამიწას. იმიტომ რომ ორბიტის გადაკვეთა აღნიშნავს ეს მოვა და დაეჯერება. შეიძლება აქ არ აქვს რომ დედამიწაში თვითონ სხვაგან იყოს, აი გადაკვეთა იმან გააკეთოს სხვა დროს. ორბიტის, ხო? მეორე წესა კლასი ფრეშ ხედავთ, რომ შემთხვევაში დახელია და გადაკვეთა თითო წერტილია და არაფერი განსაკუთრებული დიდი სფეროები და არის, შეიძლება რაღაცა მოხდეს. უახლოესი ესეთი ხიფათი იყო 2004 წლის 24 სექტემბერს, როცა პატარა ასტეროიდი ტუტათისი მოვიდა, კანადის თავზე შეეხო ატმოსფეროს და ეს მომენტი დაფიქსირებული და გაიტანეს. მოდიოდა დაბალი სიჩქარე და დახარჯოთ. ანუ მაღალი სიჩქარე და პირდაპირ მოდის ის შემოაღწევს. და როგორც ბანიშმა ის და ეს და ყვალი დატოვა ხახუნის პატარა, ანუ ძალიან ხო შემოვიდა და გავიდა ესე ვიღეთ. მაგდროს კანადაში ეშინოდა, ძალიან იქ მიდიოდა. რასაც ემატა თუ დაეცემოდა იქნებოდა სერიოზული კატასტროფა იმ ადგილზე და გარშემო კიდე რაღაცა სინანი წავიდა დედამიწას. ხო, რა უნდა ეს არის რაღაცა ხელი დაარქვეს. საშიშროების გამო დაარქვეს ამიცილად ზუსტად ჩინასი აღმოსვეს. ეს არის კომენტაცია შეიძლება მოვიდეს დაბეჭდოს, ხო? აი ხელი ერთ-ერთი მომენტი ნაჩვენები რომ მზის განმავლობა აპარატით, კოსმოსური აპარატით. ზე ენდროის არის სამჯერადო დიდი ზომის ფიქრი და ჩაფარებული ყვალი არ დაგოს, მან ეს ყვალი არ მოგჭრას და მის გარშემო რა ხდება? აი აქ რაც ხედავთ, ეს არ წამოიტყუცნა და გამოაღწია ზიდან იმის დასაკვირვებელი აპარატია და შემთხვევით მოხდა რომ კომენტარი ჩაიწერა და ის გამოჩნდა აპარატის მომზე. კომენტარი მოდის მზე რომ ის უც მეორე მხარეს ვახსნის, როცა ჩამოვუდის მზე, ეს არის უც მოიქნებს, მაქალა რომ მოიქნებს ამ უც მოსახვევში ესე და მე გავიგზავნის მე კუდი ასწრებს და გუჩი მისდევს. მე სასაცილო მოსახვეველი უმოხს რა. ამ მუდმივი სიახლეების გამო. აქ ზუსტად ეს მომენტია დაფიქსირებული, მზესთან ახლოს შემოდის და კუდის მოქნებას იწყებს. მოემოქმედებს აქედან და ჩამოიეროს და წავიდეს მეორე მხარეს. ეს მომენტი არ დაფიქსირებული. რა არის მზის სისტემის აგებულება, რომ მე აქ სპეციალურად შემოვიტანეს, რომ სამყაროს აგებულებაც რომ დავჭერთ და მე დღეს არა, მოსაყოლი. აი იმ დროს ეს მე დაწოლილი თორა გავიარო, აბარე ამას მოვაყოლე. აი მზის სისტემაში შიგნითა პლანეტები აქვე არის და წიჩანს. პირველი ოთხი პლანეტა. მე იუპიტერი, მე სატურნი, ურანი, ნეპტუნი და ნეპტუნის გადამკვეთი პლუტონი. აი შემოდის და ცოტათი რაღაცა უფრო ახლოს არის და იყო ეს 80 ათლებში წინასაუბრების მე 200 წლის მერე ისე იყო. მოვალე ის რა. და აქ არის აქ თავდება პლანეტების საცხოვრისი და ამის იქით იწყება ეგრეთებული კოიპერის საფრთხე. კოიპერის საფრთხეში არის აი ჯუჯა პლანეტები, 7-ად წარმოგვიდგენთ. და იმის იქით არის ეგრეთებული ორთის პრობლემა, საერთოდ კომეტები მოდიან. მაგრამ საქმეში არის თვითონ ის სისტემის აგებულება. პირველი 4 პლანეტა, ჯუჯა პლანეტები, არი პლანეტები და მე არის საფრთხე, რომელსაც ქვია ასტეროიდების საფრთხე.
ასტეროიდების სარტყელი შედგება 4 გიგანტ პლანეტა, ერთადერთი სატურნი და მერე არის კოიპერის სარტყელი. კოიპერის სარტყელში არის ჯუჯა პლანეტები. პლუტონი ხან არის შიგნით ხან არის კოიპერის სარტყელში. ანუ მოკავშირე არის სამყაროს შორის. აი ისე როგორც ჩვენთვის შინაარსობრივად მოკავშირე ხილულს და უხილოს შორის ხილვანი არის საფროსა და ურანს შორის. აი ისე მოკავშირე არის პლანეტებსა და ჯუჯა პლანეტებს შორის პლუტონი, რომელიც ორივე თვისებებს ატარებს და შუაში. უახლოესი ასტეროიდი უკვე იყო ეს იყო დედამიწაზე შეჯახების ალბათობარი იყო პირველ თებერვალს 2019 წლის 1 მილიონედი არა და აღმოჩენის პროცესში ფიგურდება 1.3-ია ჰიპატიტეში და მეორე რომელსაც ელოდებიან ეს არის 2880 წლის პირველ მარტს რომელიც უნდა მოვიდეს და დასწრება 1.3-დან ალბათობა ასე რომ თუ კიდაც გეშინოდეთ 2880 წლის პირველ მარტს არა და შეიძლება აი ეს სურათი მისგესა ნეკრესიდან დანახული მზის ტაძარი. ანუ საქართველოში ეს. ამას არ თავის ასტრონომიული შინაარსი, ეს არის ერთადერთი ობიექტი საქართველოში, რომელიც არქეოასტრონომიულ მასალასთან სრულყოფილი და შესწავლილი კი. ამის შემდეგ აქ მე ნანახი მაგ რა ხდება, ასე ვთქვათ, როგორ მოდის მზის ამოსვლის დროს ჭრილი სწრაფად იქით აქვეიდან, როგორ უახლოვდება და ნელდება. ზედ როცა მით მომოვიდა ცოტადაც შემოაღწევს შუა დერეფანზე ჩერდება ცოტნახევრით და მე ისევ გაჩქარდა და მე გადის. ეს ზემოდან დაგახურია. ხემოდან მიციდია ესენი დასაყურებელი. ხედავენ ამოვიდა ზედ არ მოვიდა ცოტნახევარი არ მოვიდა და უკეთ მაღალზე და უკეთ მართლა ეგრე. რო ჩავედი მაშინ ნახე რა არის. ის გემოთ ვინც უყურდა ყველას მოხდა ეს. აი ისე განიცადეს რომ ზე ამოდის და არ მოვიდა. კაჩე დაპაუზდა დაპაუზდა მე დავაკვირდი ეხლა და კარგად არის შეჩეული ადგილმდებარეობა არის. და არის ესეთნაირად საქმე რამოდის აქედან მარტოს სიმაღლე არა მოკლედ ის ამოსვლის გორაც მიდის და რაღაც მომენტში მიყვება ზუსტად ამაზე ეს კლიმატი და გორაც იგივე სიმაღლე ეს შენიშნული ბოლა ვიღაცა ეს ააშენა უცხოურსი რომ იქ ეს ეფექტივი იყო ის გაჩერდეს ესე გეომეტრიულად არის კარგად დათვლილი და გამოვიდა ადგილზე რომ იყო გული გაგისტდება ეს რა მე ძალიან გამიკვირდა ზემოდან უყურებდა მოვიდა გაჩერდა მაკენას უხარში რო გაჩერდა ვიდეო გაჩერდება ზასრულ ჩერებს არის მეთქი იყო ცოტა ხანი ამოწევია რაღაცა სოფლის აი დაახლოებით ესეთი ეს არის ძალიან შეფროდი დაკონი აქ უნდა საჰანსათესად გამოყენება პატარა გორაკი იყო მიუშვეს ტრაქტორი და ტრაქტორი პირველი დაფაზე იყო რაღაცა არის ნამდვილად და არქეოლოგი მიუშვეს და დაამოსეს ესე გამოვიდა სხვაგან მიწის მიწები და გადარჩა ეს ადგილი ეს არის ეს უკავშირდება მზის დამნელების ამბავს ჰიპოთეზა დაფიქსირებული არ არის რომ პირველი საუკუნის 19 წლის 21 ივნისში დამნელება ეს ნახეს მაშინდელმა მზის მოყვარულებმა სწორად და აკაშეს მის საფუძველზე დაწესა. მართლა პირველი საუკუნის ამწაწაფოს პირველი საუკუნის ეს დამნელება იყო მართლაც ნეკრესის მიდამოებში 19 წლის 21 ივნისში. აი ეს არის გამარტება მე ვკითხავთ პლანეტების აღდგომის. დედამიწიდან გავხედე და ყველა პლანეტა არის 30 წელში. აი ეს არის პლანეტათა აღდგომის მაგალითები საქართველოს ისტორიაში შეიძლება უკავშირდებოდეს საკუთრად ძველი წელთაღრიცხვის 284 წელს ოქტომბერს ყველა პლანეტა იყო მზის გარშემო ერთად დამოუკიდებელი. კალიუგასს და კალიუგას ესე არის რა, ასე ვამცი სხვა ზოგიერთში. აი ესეთი განლაგება იყო და პროფესორი გაუგეთაძე თვლიდა რომ ამ დროს აი ეს და ინახო პლანეტების ესეთი განლაგება აღგო ალგავაზიდო თქო რომ ეხლა დროა და ასტრონომიული უნდა გამოვთანათო ხავს და ასწავლა ხავს. მე მაგას ვერ დავებოდი ასადარწერებს მას მოწონს იდეა რომ მოგვიყვება მაგ დროს 282 წელს იყო მზის დამნელება ის რომ დაინახა მაშინ გამოიტანა ეს ისე გამომის გამიჯერა მაგრამ აბედიდა და ის უფრო ადვილი დასანახი ო მზის დამნელება პირდაპირ დაინახა და მე ყველაზე ყველაფერი ავტომატურად ბიზნეს ზეთები ამისთვის შეიძლება ის არეთ იყოს რომ ანაცეთი მაგრამ მოვლენას აი ეს აბედის ყველაფერი იყო სასწორეს თანასწორების ეს ის იდეა აი ეს არის ის იდეა რომ აქ რო დაინახეს რომ დაინახეს დამნელება მე ააშენეს ტაძარი იგივე მზის დამნელება აგერად მოცემული 19 წლის 21 ივნისში გადაინაცვლა და საქართველოს გადაიღრა გენერალამდე ჩავიდა
იგივე დაბნელება მოცემული ახლობდა და ჩვენ დავარქვით ამას ცხადია ამ დაბნელებას ნეკლესის დაბნელება, ხო ნეკლესის დაწაფა დაკავშირებით. იმას რომელიც ახლა არ მიჩვენებია 220 კიდეს ამას წინდადია აქამდე იმას დავარქვით ანოაზის დაბნელება. მე ნეკლესის დაბნელება მე რაღაცა გაფრთხილი იდეები და აი ეს არის უკვე უფრო ხელშესაფრები დაბნელება, რომელიც ისტორიას უკავშირდება, ეს 319 წლის 6 მაისის დაბნელება, რომელიც გამოდის ახეთის გარდათ და საქართველოში ჩადის. ეს არის მედიანების დაბნელება, ზუსტად, რომელიც აღწერილი არის წყაროებში ყველგან ჩვენ გვინდობს. ანუ ისტორიულად ჩვენ დაბნელებასთან დაკავშირებით თემ საქართველოს ისტორია აღმოჩნდა ჩამოგიდებული ამ დაბნელებაზე ქრისტიანობასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ როცა ივანე ჯავახიშვილი ეწეოლის წინ დასვეს კითხვა, რომ არსებობდა თუ არა დაბნელება რო არის აღწერილი, თუმცა სრული დაბნელება აღწერილი მედიანების ნაბიჯების თუ რაღაცა სველობის დროს თანაც აღწერილია მხოლოდ ორ წყაროში. ერთი არის ნეოგრიგოველი და მეორე არის უცნობი ავტორი. აი ამგენთან აღწერილის უგულებელყოფა ამ პირიქით დადასტურება შეიძლება მას. მაშინ ევგენი გურუსიევსკის ფილოსოფიის კარგი მცოდნე ასტრონომისა, რომელმაც ერთადერთ რეალურ წყაროზე დაბრუნებით დაბნელება და კანონი, ოფიციალური დაბნელება და კანონი, ოფიციალური იყო ავსტრიელი მათემატიკოსი, რომელმაც გამოთვალა მზის დაბნელებები დაახლოებით 3000 წელიწადზე, 3500 წელიწადზე და განიხილა მიგრანტების პერიოდი, ეგ დაბნელება ვერცერთვე დასრული ფოტოს წინან განახორდა. მაშინ გადასწყვიტეს საქართველოს მეცნიერები, მათ შორის ივანე ჯავახიშვილიც, რომ ლეონ პიბროვენის ტყუის და ოცნები ახორის და საერთოდ მეზღავრები არიან ეს ისურვებს. და მიიღეს დასკვნა, რომ ეციდა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას ერთადერთი ხელშესაჭირი გვაქვს, რომ 1 მაისს კვირას ჯვრები გამოთვალეს და მე წაიღეს და ამართეს სხვადასხვა ადგილას არხში. და ეს 1 მაისი კვირა გამოითვალეს და აღმოჩნდა, რომ ის არის რამოდენიმეჯერ კალენდრის სხვადასხვა კალენდრის დროს არის რამოდენიმეჯერ მეორდება და ამ თარიღების შესაბამისად თქვა ივანე ჯავახიშვილი არ ვიცით რომ ის იყო ეს ამბავი, მაგრამ ვიცით რომ 320, 326, 327, 53, 57 წლები სულ ყველა არის 1 მაისი კვირა. მაგრამ 327 მოდი ავიღოთ ეს არის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თარიღად იმისდეზე რომ 327-ში გადაეცვალა კონსტანტინე იმპერატორი და არის სულ ეხმარებოდა საქართველოს. იმჟე აღარ არის და მოდი ეს ზედაზღვარი დავდოთ. არ იმისდეზე ფოტოშუელის სკოლაში მე ეს ამას 327. მაგრამ მე იყო ეს უკეთესი მიზეზი რომ მეფე თბილატი ამბობს რომ ნაკარგია რომ ესენი ძაღლი ქრისტიანები აღარ გვიომერთ. არადა მეფე თბილატი მოკლეს 330 წელს სომხეთის მეფე. 330-ში მოკლეს ოპა ისტორიკოს მე ჩაავეს. ესე 326-ში ყოფილა და გაწოცეს. მაგრამ 326-ის გამყარება იყო საჭირო 320-ში შეიძლება. და ამის გამყარება დაიწყეს და დაიწყეს გამოთვლა ძალიან საინტერესო თარიღის. რომ მოდი კი არ ვეძებოთ ჩვენ 1 მაისი კვირა, არამედ ვეძებოთ მანამდე 2 კვირით ადრე აღდგომა, იმიტომ რომ ეს თვის აღმართების წესასწაული მედიანების მიერ შემოტანილი მაშინ თავის ქრისტიანებიდან შემოტანილი არის აღდგომიდან მესამე კვირიანის, ანუ 2 კვირის თავზე. და მოდი უფრო იშვიათად ხდება კალენდარულად რეგიო თარიღზე აღდგომა, ვიდრე 1 მაისი კვირა. აღდგომის გამოთვლა უფრო ზუსტ პასუხს გვაძლევს და გამოთვალეს და მიიღეს და 326 წელს იყო ესეთი სიტუაცია. ჩვენ დაბნელებები ნახეთ, იქ ვიპოვეთ, რომ დაბნელება არსებობს, მედიადების დაბნელება და ეს არის 319 წლის 6 მაისი. რატომ გამორჩა ეს თქვათ გენეტიკის პერიოდის არ გამორჩენია? უბრალოდ ოფიციალურ დაბნელებათა კანონში 319 წლის 6 მაისის დაბნელება თავდება ბათუმში შავ ზღვასთან და როჩა. ამის შემდეგ მოხდა ესეთი რამ, რომ კოსმოსური ერა დაიწყო და ასტრონომიულ თანამგზავრებზე და კოსმოსურ თანამგზავრებზე დაკვირვებები რომ მოხდა და მათი შეფუთებების შესწავლა, რომელსაც გადაახარა ორბიტებიდან. ამ დროს კარგად დააფიქსირეს, შეისწავლეს დედამიწის საკუთარი ჯვრის გარშემო შენელება აღმოაჩინეს. საუკუნეების შენელება, ნეანდერტალ შენელება რო ხდება, ეს გაითვალისწინეს, გამოწვიეს უყურებენ დამოაჩინეს, რომ საუკუნეების უფრო საფრთხეა საკუთარი ჯვრის გარშემო. ცოტათი, მაგრამ მაინც ეს თვისებები შეიტანეს და ყველაფერი ეს გამოთვალეს ამის შემდეგ ახალ ნაწილში მე უფრო ფერადი ზოლები გაჩვენეთ, ის არის უკვე კვების დინამიკის გამოთვლილი ნასასაიძებელი მონაცემები, რომელშიც უკვე გათვალისწინებულია შენელება. და იქ ის დაბნელება გამოდის უკვე კახეთამდე, გარდაბანაკების.
ანუ შესწორება შევიდა ამაში. ანუ ევროპის წესიერი სამუშაო შეასრულა აბსოლუტურად. ასევე კარგი წესიერი იყო ობოცეს ნაშრომი და იყო ფუნდამენტური პირველი ნაშრომი ისეთი, მაგრამ გაუმჯობესებული ნაშრომი თუ უკვე ეს დაბნელება არის ამას წესებში მაისი. ანუ არაფერი ასაკუთრებით თემა გაგვიგეთებია ეს ერთ-ერთად ადოინაც რა მისი. არ გაგვიგეთებია გავიმეორებთ უბრალოდ ივან ჯავახიშვილის ამოცანა. როდესაც აღმართლა მაშინ ჩვენ გავიმართლა ამის ერთი მონაცემები. იგივე მონაცემები ახალ მონაცემებში ჩავშვით და ახალი მონაცემები გამოვიდა. და ამბობენ აი თუ გახსოვთ გავიდათ ხოთის დასამალსა და გავიდათ ხემალდის და მოიხილო კასპიისა და ოფლისის მიმართულებით და შუა სამყაროსოდენ დაბნელებზე ეს ორი დაბნელება აღწერეთ ხო ეს ხოთის და არის ცხეთას და კასპის შორის და თუ ალიხარ და კასპის და ოფლისის მიმართულებით უყურებ ისე დასავლეთის ხარას უყურებ ეს პირდაპირ გეოგრაფიულად ცნობილია ხო და იცი და წერია რომ შუა სამყაროსოდენ იგი დაიხედა და შუა სამყაროსოდენ ნაშვალდეს მე რომ დაბნელებებზე მან დასავლეთის ხარას უყურებ ყველაფერი არის Dacă გამოთვლებში შეხედეთ, საღამოს დაიწყო დაბნელება და დამთავრდა მე წევრებს. ანუ აქ არის მითითებული აი დაბნელებაზე დანარჩენი დაბნელებები, რომლებიც იყო საკმაოდ მაღალი პროცენტი სხვა წლებში. 6 წელი 46, 48 და 55. იქ არის 80%-იანი, 99%-იანიც კი არის 56 წლისა. მაგრამ ის დილას არის უკვე. აქ კიდე აღწერილი რელატიურად თანასწორობთან არის შუა სამყაროსოდენ საღამოსთან. შუა დღის მერე საღამოსთან. ასე რომ ამას აკმაყოფილებს მხოლოდ ესეთი ამოთვლილი ეს ნამდვილად სამასწავლებლო ექსპერიმენტი. ეს დაბნელება ნაპოვნია, იქიდან გამოთვლილი თარიღები უპირისპირდება 320 წელს, 326 წელს, და მობილიყო უკვე ქრისტიანობა საფრანგეთში. ერთადერთი გადასამოსწორებელი მოცანა დარჩა, რამდენად სწორად იყო გამოთვლილი კომენტარების მიერ 326 წელი, როგორც აღდგომის თარიღი. და მიპოვეთ, რომ არასწორად გამოთვალეს ახალი განმეორების მეთოდები გამოთვალეს, ახალი ფორმულებით, ანუ ახალი გრიგორიუსის კალენდარს შესაძლებლად და არ მაშინ ჩვენ გადავშვით ივლისის კალენდარზე და მივიღეთ რომ 326 წელს 10 დღით ორი კვირტად აღდგომა, ხოლო 320 წელს იყო ზუსტად მართლაც დატაკეს. ასე რომ დაბნელება იყო 316 მაისს, ხოლო ის აღმართება დაავადების სასწაული უკვე 320 მაისს აპრილის მეთაური. აი მე ეს დაბნელება აგერა ის აღარ გიკითხო ჩემი ძმიდან პატარას. ამ სტატიის შემდეგ არის თუმცა მამაჩემის გოგოსაც მიდიოდა მაგრამ მე უკვე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე უძვირფას სამუშაოები ხომ ეს აი აქ არის ის აღწერილი მონეტები რომ 17 აპრილი აღდგომა არის 2018 309 წელი და 320 წელი მხოლოდ ეს სამი წელი პირველი ორი დაბნელებამდეა და ასე არის დაბნელების შემდეგ ეს ყველაფერი ამიტომ აღწერილი მონეტები უცნობად დავჯერებოდნენ არის 309 წლის მაისიდან 320 წლის მაისში ეს აღწერილი მოხდა. ასე რომ ეს დაზუსტებული აქ არის ორი გამოცანა შესრულებული ბოლომდე. ასე რომ მე გაჩვენეთ ისტორიული თარიღების გასწორება, რა რელიგიით და რა რეალობა იმისი გამოყვეთა და როგორ ჩვენთან ცოდნას გამოყენება რა დონემდე შეგვიძლია რა დონემდე არ. ჩვენ სკოლაში 327-ს გვასწავლეს. ხო, მე უკვე ჩემს უკვე 326-ი ასწავლეს და დრო მომდე რომ 320 გახდეს. მე უკვე ამ სამჯერ ფლაის მომსადების დროს საათი შეპატრიებს შესაძლებელია 320 გახდეს. რეკომენდაციებიც. ეს არის პროცესზე გადიხარ და კასპის ცემენტის სახანას როგორ ეს ცენტრალურია. ეს არის დაბნელების დროს როგორი ჩანდა ზემაში და ეს არის კი ეგრეთ წოდებული კლაიენტების ახლობლები, რომელსაც ვერ დავასწრებ დღეს, მაგრამ სხვა დროს შეგვიძლია ვიცვალოთ ერთ-ერთ. აუცილებლად. ეს არის ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 5000 წელი ცოტა ნაკლები, როდესაც მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი ერთად იყო ჩანაგებული. ზუსტად ასე იყო ჩანაგებული. ფანტასტიკური რაღაცა, ბატონ რაუს ჯეროდა, რომ ქართული წელთაღრიცხვი აქედან დაიწყო. ძალიან ბევრი რამე ჯეროდა რა, ბავშვები გქონდა ესეთი რაღაცა რადაცულია და ეს მაშინ პროცესს მე რეფაქტურირებდა ნოშებს ამიტომ არის ეს შეფერდა დასამართი კარაკტერი არის სტატიაში წერილი. ასე ვიყო ეს მომენტი და ეს ყველაფერი იყო ფალსური ისტორიის პროცესი. რომლის ფალსურის. ანუ ეს აპარატად აბოლი რომელიც ეს იყო ანუ ორგანიზებული 2000 მიწერე დასამალოთან რა გამიჩნდა. მეტაფორა ეს თითქმის 5000 წელი. 2000 აკეთე კიდე 5000 7000
აი ესეთი საინტერესო რაღაცები არის. აქ ნახევარი მომიტები ესეთში, მაგრამ მათი გამოყვანის და დასაწყისების შეხვედრები. Რაღაც მომენტში თუ გამახსენებთ, მე აი პატარა ისწავლეთ ნეკლესი რელიგიათა ომის ცოცხალი მაგალითი. აუცილებლად. ეხლა არ მინდა